გამარჯობა მეგობრებო. ესე იგი, დღევანდელი ლექცია შეეხება მოდელების გაუმჯობესებას. უკვე საკმაოდ ბევრი მოდელი გაიარეთ, რეგრესიები, კლასიფიკაციები. წინა ლექციაზეც 3 მოდელი ნახეთ, 3 ესეთი საკმაოდ ცნობილი და მნიშვნელოვანი მოდელი და დღეს გავვლით რეალურად იმ მოდელებს, რომლებსაც ახლა იყენებენ უფრო განვითარებულ, ასე ვთქვათ, მონაცემთა მეცნიერებაში, რაიმე დაპრედიქტებაში, რეალურად უმეტესწილად იყენებენ აი ამ მოდელების გაუმჯობესებებს და არა სტანდარტულ ყველაზე საბაზისო მოდელებს, რომლებიც აქამდე ისწავლეთ, მაგრამ იმისადმი საჭირო იყო, რომ მივხვდეთ ახლა ეგ როგორ უნდა გაუმჯობესდეს. და დავიწყებთ ensemble მეთოდებით. Ensemble მეთოდები ორი უმთავრესი არის bagging და boosting-ი. თუმცა ასევე გვაქვს stacking-ი, მაგასაც შუალედში ავხსნი, თუმცა ეს ორი არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მთავარი რომ გაიგოთ. ამის შემდგომ გავიგეთ როგორ შევცვალოთ ჰაიპერპარამეტრები და სხვადასხვა ვარიაციები და ბოლოს გავიგეთ weight and bias, როგორ შევინახოთ ასე ვთქვათ ჩვენი ექსპერიმენტების შედეგები. და ვიზუალურად ნახოთ რა უკეთ მუშაობს რა არა, იმიტომ რომ ზოგჯერ რთულია რომ დაიმახსოვრო რა მიმუშავა კარგად, რა არ იმუშავა, რაღაცნაირად უნდა შევინახოთ, ხო? სანამ დავიწყებთ ensemble მეთოდებზე გადასვლას, მაგისთვის საჭირო რომ ოდნავ აბსტრაქტულად აგიხსნათ რა არის bias and variance და რატომ გვეხმარება ensemble მეთოდები აი ამ პრობლემის დაცლევაში. ახლა რაში მდგომარეობს ეს პრობლემა? Bias and variance ბალანსის პრობლემა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, პრობლემა მანქანურ სწავლებაში. იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცნაირად დააბალანსონ ეს ორი სვადი, ასე ვთქვათ. Bias არის მიკერძოება და თქვენ უკვე ისწავლეთ რას ნიშნავს underfitting-ი. როდესაც მაღალი bias-ი გვაქვს, მაშინ მოდელი ნიშნავს, რომ ძალიან მარტივი. აი, მარცხენა ნახატს რო შევხედოთ, თუ კი გვაქვს ეს მონაცემები. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ მონაცემების რეალური კარგი ფუნქცია, რომელიც მოერგება და იქნებოდა რაღაც ესეთი პარაბოლის მაგვარი, ხო? მომეთანხმებით ამაში. თუ კი ჩვენ ავიღეთ ძალიან მარტივი მეთოდი, მაგალითად, რთვივი რეგრესია და ლინიარული ხაზი არც ისე კარგად ერგება ამ მონაცემებს, როგორც ხედავთ, ანუ საკმაოდ დიდი bias-ი გამოდის. მარჯვენა შემთხვევაში bias-ი პატარა, როგორც ხედავთ, დაკლაკნულია ეს მოდელი და ძალიან კარგად ერგება ამ მონაცემებს. ძალიან კარგად კი არა, იდეალურად 0 ექნებოდა bias-ი. თუმცა ამ მარჯვენა მოდელს აქვს ვარიაციის პრობლემა. ვარიაცია, როდესაც გვაქვს მაღალი, ამ შემთხვევაში გვაქვს ავარაუდოთ overfitting-ის პრობლემა, ანუ მოდელი ზედმეტად მოერგო რაღაც კონკრეტულ sample-ებს, კონკრეტულ მონაცემებს და ძალიან დიდი სხვაობა მოდელის პერფორმანსებს შორის სხვადასხვა sample-ებზე. სხვა sample-ი რო ავიღოთ, ეს მოდელი, რომელიც ზედმეტად მოერგო აი ამ პირველ sample-ს, მეორე sample-ზე საკმაოდ ცუდად იმუშავებს. და აი მაგალითად რო ავიღოთ, მწვანეებში რო ყოფილიყო testing set-ი, ამ შემთხვევაში ეს მოდელი, რომელიც ძალიან overfitting-ს აკეთებდა და დიდი ვარიაციის მოდელია თქო თქვი, მწვანეებს საერთოდ ძალიან დიდი მწვანე წერტილებამდე დიდი ერორი იქნება მოკლედ. მწვანე წერტილებიდან ამ მოდელამდე, რომ დავთვალოთ, დიდი ერორი გვექნება. ამ დროს რთვი მოდელს უფრო ნაკლები ერორი ექნება, უფრო ნაკლები bias-ი ექნება და მოკლედ აბსტრაქტულად თუ ხვდებით bias-ი და variance რა არის, შეგიძლიათ რომ like-ი ან dislike-ი გავამიგზავნოთ. და ოდნავ უფრო ღრმად შემიგე ჩავწვდე ამ თემატიკას. მაგრამ უფრო აი აბსტრაქტულად იმის გაგებაა საჭირო. ხვდებით დაახლოებით რატომ არის, რომ თუ კი შევეცდებით, რომ bias-ი შევამციროთ, უკვე მივდივართ იმ პრობლემაზე, რომ variance გაიზრდება. სხვა ვარიანტი თითქმის არ არის, ნუ. თითქმის არ არის. და თუ კი შევეცდებით, რომ variance შევამციროთ, მაშინ იმის პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, რომ დიდი bias გაგვიხდეს. და დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ნუ ესეთი გრაფიკი შეგვიძლია ავაგოთ, რომ როდესაც მოდელის კომპლექსურობას ვზრდით, მოდელი ზედმეტად ცდილობს, რომ მოერგოს მოცემულ მონაცემებს, samples. შესაბამისად, bias-ი გვიმცირდება, იმიტომ რომ მოდელი ძალიან ახლოს მიდის იმ წერტილებამდე, variance კიდე გვეზრდება, იმიტომ რომ დიდი სხვაობა იქნება ამ sample-ებზე დატრეინებულ ამ მოდელს შორის და სხვა sample-ებზე რო ვცხოვრობთ იგივე მოდელი, ძალიან განსხვავებულ შედეგებს მოგცემს. ახლა რა არის ensemble learning და რატო გვეხმარება
იმ პრობლემის ასე თუ ისე ოდნავ გადაჭრაში. ეს არის მანქანური სწავლების ტექნიკა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მოდელს და ცდილობს, რომ მოგვცეს უფრო სტაბილური მონაცემები, სტაბილური შედეგები. იგი ეყრდნობა ისეთ იდეას, როგორც არის რამდენიმე ადამიანი ერთად რომ შეკრიბოდას, ხო რომ რაღაც კითხვაზე პასუხი გაქცენ, ალბათობა იმისა, რომ ბევრი ადამიანის ცოდნიდან გამომდინარე უფრო უკეთესი შედეგი დაიდება, ვიდრე მხოლოდ ერთი ადამიანი რომ გამოიყვანა და იმას თხოვა იმ კითხვაზე პასუხი. ყოველთვის სწორი ეს არ არის, თუმცა ვნახავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს გვეხმარება და უფრო სტაბილურს ხდის ჩვენს მოდელს. Ensemble learning-ში ერთი მოდელი შეიძლება ინდივიდუალურად არ იყოს კარგი, ვთქვათ, ქონდეს მაღალი ვარიაცია, ან მიკერძოება ქონდეს მაღალი ბაიასი. თუმცა სუსტი მოსწავლეების გაერთიანებას და სუსტი მოსწავლეები იქნება ის მცირე რა, ანუ ცალკეული მოდელები, რომლებსაც გამოვიყენებთ, და ამ სუსტი მოსწავლეების გაერთიანებას შეუძლია შექმნას შედარებით უფრო ძლიერი learner-ი. რადგან მათი კომბინაცია ცდილობს, რომ შეამციროს მიკერძოება ან ვარიაცია. და ნახავთ, რომ ორივე ერთადაც არის ისეთი მეთოდი, რომელიც ცდილობს ორივე ერთად შეამციროს. აქამდე თუ რაიმე შეკითხვა არის, შეგიძლიათ დასვათ. ოკეი, მაშინ გადავიდეთ მაგალითზე. ამ შემთხვევაში პაციენტი მიდის სამ ექიმთან ცალ-ცალკე. წარმოიდგინეთ, რომ პარალელურად მიდის და ამ ექიმებმა ერთმანეთის შესახებ არ იციან. ერთი ეტყვის ამ პაციენტს, რომ COVID აქვს, მეორე ეტყვის არ გაქვს, მესამე ეტყვის COVID გაქვს. შესაბამისად, საბოლოო პასუხი იქნება COVID გაქვს. დაახლოებით იგივე მაგალითს შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ სამი მოდელი გქონდეს, სამივემ ცალ-ცალკე რაღაც დასკვნა გამოიტანოს და საბოლოოდ რაღაცნაირად ვცდილობთ შევაჯამოთ ამ სამი მოდელის გამოტანილი პასუხი, ხო? ამას ვუწოდოთ აგრეგაცია. თუ კი კლასიფიკაცია, ყველაზე მარტივი მაგალითი რა იქნებოდა აი კლასიფიკაციის შემთხვევაში აგრეგაციის. რა უნდა ავიღოთ ამ სამი მონაცემიდან, ანუ რა ტიპის მათემატიკური, ისმენთ? დანაკარგი loss ან error. კლასიფიკაციის შემთხვევაში, ხო, ან loss-ის შეიძლება majority voting-ს. შეიძლება ეგეც. როგორ? არაფერი კლასიფიკაციის loss-ი ვიგულისხმებ. ანუ კლასიფიკაციის loss-ი არის ნაწილი ამ არქიტექტურისა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ყველაზე მარტივ შემთხვევაში იქნება, მაგალითად მოდა რო ავიღოთ ამ მონაცემების, ხო? COVID არ არის COVID. ამ სამი მონაცემიდან ორი არის COVID და majority voting-ით, ანუ უმრავლესობის ხმის მიცემით, კლასიფიკაციის შემთხვევაში ეს არის მარტივი ვარიანტი, გადაწყდებოდა, რომ პაციენტს აქვს COVID. მაგალითი ნომერი 2. ეს ოდნავ განსხვავებული არქიტექტურაა. პაციენტი მიდის ჯერ ერთ ექიმთან, ის ექიმი ატარებს რაღაც ტესტებს, ეუბნება COVID არ გაქვს. შემდეგ მიდის შემდეგ ექიმთან, რომელმაც იცის წინა ექიმის ჩატარებული ტესტები ვთქვათ და შედეგი. იგი ატარებს რაღაც დამატებით ტესტებს და გამოაქვს დასკვნა, რომ არა, ამ ადამიანს COVID აქვს ამ წინა ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით და გათვალისწინებით. შემდეგ კიდე ერთი ექიმი ესეც წინებს ითვალისწინებს და კიდე დამატებით რაღაც თავისი ტესტებს ჩაატარებს თქვა და დაასკვნის, რომ კი COVID არის. ამ შემთხვევაში ეს არ ხდება პარალელურად, როგორც მანამდე ხდებოდა, ეს ხდება თანმიმდევრობით, ხო? და ყოველმა შემდეგმა მოდელებზე რო გადავიტანოთ, ასე ვთქვათ, იყენებს ინფორმაციას, რომელიც წინა მოდელმა დაასკვნა. როგორ კეთდება ეს ამას უფრო ხმად ჩავწვდებით? მაგრამ ჯერ გავიგოთ მათემატიკური ახსნა, რატომ არის, რომ ეს რამდენიმე მოდელი ერთად შესაძლოა უკეთ მუშაობდეს, ვიდრე თითო მოდელი რო ავიღოთ. და თქვენთან მაქვს მათემატიკური ამოცანა. წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს სამი მოდელი. თითოეულის სიზუსტე, ან ალბათობა იმისა, რომ სწორ პასუხს იძლევა, იყოს 70%. ალბათ დამეთანხმებით ამ 4-ვე გამოთვლაზე, ალბათობა იმისა, რომ სამივე მოდელი სწორ პასუხს მოგვცემს რაღაც ერთ შეკითხვაზე არის 0.7 რომ ავიყვანოთ მესამე ხარისხში, გამოდის ეს ციფრი, ეს რიცხვი, ხოლო ორი მოდელი რომ იყოს სწორი და ერთი არასწორი,
მაგ შემთხვევაში გამოდის ეს ალბათობა მაგისი. ხოლო ერთი რომ იყოს სწორი, ეს გამოდის. ხვდებით რატომ? ალბათობის, ანუ ჩვეულებრივად რომ წარმოვიდგინოთ, ერთი მოდელი მცდარი, ორი მოდელი არასწორი, მაგრამ შესაძლოა ამ სამი მოდელიდან პირველი იყოს არასწორი, შეიძლება მეორე იყოს არასწორი, ან შესაძლოა მესამე იყოს არასწორი და სამი კომბინაცია, სამი ვარიაცია. და არც ერთი რომ არ იყოს სწორი, მაგის ალბათობა არის 0.3, რომ ავიყვანოთ მესამე ხარისხში. აქამდე თუ რა მათემატიკაში გინდათ რომ კიდე ერთხელ გადავუვაროთ ამას მითხარით. ოკეი. მაშინ ახლა მაქვს თქვენთან შეკითხვა. რა იქნება იმის ალბათობა, რომ ამ სამი მოდელიდან ორი მაინც სწორად გამოიცნობს თუ ავიღებთ უმრავლესობის predictions. სამზე იმიტომ ვაბრალებთ, რომ წარმოიდგინეთ, გვაქვს მოდელი ნომერი 1, მოდელი ნომერი 2 და მოდელი ნომერი 3. ალბათობა იმისა, რომ პირველი მოდელი იქნება სწორი, მეორე არასწორი და მესამეც არასწორი, იქნება 0.7 ჯერ, 0.3 ჯერ, 0.3, ხო? მეორე ვარიანტი. კი. კი ბატონო, კომენტარებში უკვე ჟღერსას მანამდე დავამთავრებ. მეორე ვარიანტი არის, ამ სამი მოდელიდან მეორე მოდელი იყოს არასწორი. პირველი განვიხილავ იმ შემთხვევას, როდესაც გვაქვს ერთი სწორი, ორი არასწორი. პირველი ვარიაცია, პირველი მოდელი იყოს სწორი, დანარჩენი ორი არასწორი. მეორე ვარიაცია, პირველი არასწორი, მეორე სწორი, მესამე არასწორი და მესამე ვარიაცია, პირველი ორი არასწორი, მესამე სწორი. და მაგიტო გამოდის 3. სამზე ვამრავლებთ. გავიცი შეკითხვას პასუხი? ლაიქით ან დისლაიქით. ოკეი. რამე არ მოგერიდოთ და კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ. მანამდე ახლა კი ბატონო, პასუხიც გამოჩნდა კომენტარებში, მადლობა ანტონ და გიგი. ორი მაინც ზუსტად ორი. რას გულისხმობთ? ორი მაინც? კი. ორი მაინც ნიშნავს, რომ ან ორი მოდელი, ან სამი მოდელი იქნება სწორი, ხო? ხო, კომენტარებში ესეთი კითხვა იყო, რას ნიშნავს ორი მაინც მოდელი. და ეხლა გამოთვალსაც რომ დავიწყებთ, მადლობა ანტონ. სწორი პასუხი მართლაც არის 78.4% არის იმის ალბათობა, რომ ორი მოდელი მაინც სწორად გამოიცნობს სწორ პასუხს. იმ შემთხვევაში თუ კი ავიღებთ უმრავლესობის predictions. იმიტომ რომ ორი მაინც მოდელი ნიშნავს ან ამ ვარიანტს მხოლოდ ორია სწორი, ან ამ ვარიანტს სამივე სწორია, ხო? ორივე გვაწყობს ნებისმიერ შემთხვევაში ორი მაინც მოდელი სწორ პასუხს გვაძლევს. და გახსოვთ როგორ განვიხილეთ იქ majority voting-ით მიიღება საბოლოო პასუხიო? რომ უმრავლესობა რასაც ამბობს? სამი მოდელიდან ორი მოდელი თუ უკვე სწორ პასუხს გვაძლევს, შესაბამისად სწორ პასუხზე მივედით, ხო? და თუ კი ამის ალბათობა არის 78.4%, ანუ ჩვენ ერთი მოდელი რო აგვეღო, მაგის სიზუსტე ხო იქნებოდა 70%. სამი მოდელი რომ ავიღეთ, სიზუსტე გავსარდეთ 8.4%-ით. ალბათობა იმისა, რომ სწორ შედეგს დავდებთ. აბა, ამაზე თუ წავამყავით. ოკეი. ეს ორი მაგალითი რაც განვიხილეთ, პარალელურად რო ხდებოდა მოდელების დატრეინინგება და თანამდებობით, ეს არის ბეგინგი და მეორე არის ბუსტინგი. მთავარი სხვაობა მათ შორის არის ის თუ როგორ ვატრეინინგებთ. ყველაზე მთავარი განსხვავება. კიდე არის ბოლომად განსხვავებები მათ შორის, მაგრამ ეს არის უმთავრესი. ბეგინგში ამ weak learner-ებს, ანუ სუსტ მოსწავლეებს, სუსტ მოდელებს, ასე ვთქვათ, ვატრეინინგებთ პარალელურად. და ერთმანეთის შესახებ არ იციან, ასე ვთქვათ. ბუსტინგში კი ერთმანეთის მიმდევრობით და შემდეგ კი წინაზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, წინის მონაცემების გათვალისწინებით ტრეინინგდება. კარგით, გადავიდეთ ბეგინგის ლოგიკაზე. ზოგადად წარმოდგენა შეგექმნათ, ჯერ არქიტექტურა მინდა გაჩვენოთ, გვაქვს ვთქვათ ეს მონაცემები. ოღონ ეს მონაცემები არ არის ტესტინგი, ტესტინგ სეტი ყოველთვის გვინდა ცალკე გადავდოთ და ეს არის მონაცემები, რომლებითაც დავატრეინინგებთ რაღაც მოდელებს, ასამ გაითვალისწინებთ, რომ ტესტინგ სეტი წინა გაკვეთილებს როგორ ვახსენეთ, დევს ცალკე, არ ვეხებით.
ეს მონაცემები იყოფა რამდენიმე bootstrap sample-ად. და შემდეგ მიდის M1, M2, M3 არის მოდელები. მაგრამ რა არის ახლა bootstrapping-ი საერთოდ? Bootstrapping-ი ნიშნავს მონაცემთა არჩევას ჩანაცვლების უფლებით. წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ეს რაღაც დიდი ჩანთა superpopulation დავარქვათ და ბევრი მონაცემი აქვს. ჩვენ რომ რაღაც sample ამოვიღოთ პოპულაციიდან და ვუწოდოთ ჩანთა, ვთქვათ, ამ ჩანთაში მონაცემების ჩადების უფლება გვაქვს ჩანაცვლების უფლებით. ანუ მარჯვენა მხარეს გამოვინაცვლოთ, წარმოიდგინეთ, რომ ჯამში გვაქვს 5 მონაცემი A, B, C, D და E. და გვინდა შევქმნათ bootstrap ჩანთა ზომით 5. ერთი ჩანთა. პირველი შესაძლოა ამოსულიყო C, ამოვიღეთ, ჩავდეთ, კი ბატონო C. ჩავაბრუნოთ უკან. მეორე ამოვიღეთ A. მესამე ამოვიღეთ, ისევ C ამოვიდა. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ C-ს უკან ჩაბრუნება შეგვეძლო, ხო? იმიტომ რომ ერთ ჩანთაში შესაძლოა ერთი მონაცემი რამდენჯერმე შეგვდეს. ამის უფლება გვაქვს და bootstrapping-ი ამის უფლებას იძლევა. ამას ნიშნავს. ანუ ჩანთებს ვიღებთ, ასე ვთქვათ, sample-ებს ვიღებთ, თუმცა ჩანაცვლების უფლებით. ასე რომ შესაძლოა პირველ რიგში ნამდვილად შესაძლებელია, რომ ჩანთებში ერთი და იგივე მონაცემები იდოს ორ ჩანთაში და ასევე ერთი და იგივე ჩანთაში შეიძლება ერთი მონაცემი ორჯერ ყვედოს. Okay, აქამდე თუ მოვედით, დავუბრუნდეთ ისევ ბეგინგის არქიტექტურას. ძალიან ჩქართ მივდივარ ან რამეზე ვერ მომყვებით. კომენტარებში შეგიძლიათ, ჩატში შეგიძლიათ დაწეროთ, ან ისეც მანიშნოთ. მანამდე განვახსნათ არქიტექტურა მაშინ. ესე იგი, დაახლოებით წარმოვიდგინეთ bootstrapping-ით საწყისი data და ამოვიღეთ რაღაც sample-ები. ვუწოდოთ ამას bootstrap 1, bootstrap 2 და bootstrap 3. შესაბამისად, მონაცემები, რომლებიც ჩავარდა bootstrap 1 ჩანთაში, მიეწოდება model ნომერ 1-ს. მეორე bootstrap-ის ჩანთა model ნომერ 2-ს, მესამესი model ნომერ 3-ს და ტრეინინგდება მოდელები 1, 2 და 3 შესაბამისად ამ მონაცემებით. ეს მონაცემები არ არის საჭირო ერთნაირი იყოს, როგორც ხვდებით, ანუ მოდელებიც არ არის საჭირო რომ ერთნაირი იყოს, თუმცა უმეტესწილად ერთი და იგივე მოდელებს არჩევენ, ამას კიდე უკეთესად განვიხილავთ, მაგრამ საბოლოოდ ეს მოდელები და ტრეინინგებული მოდელები გვაძლევენ საშუალებას, რომ თითოეულმა მოდელმა რაღაც შედეგი დაგვიდოს, ხო? მაგალითად, კლასიფიკაცია თუა, ბინარული, კი ან არა შეიძლება დაგვიდოს და პირველმა თქვას კი, მეორემ არა, მესამემ კი. საბოლოოდ აქ გვაქვს რაღაც ფუნქცია აგრეგაციის, რომელთაც ასე ვთქვათ, ვაჯამებთ ამ რამდენიმე დატრეინინგებული მოდელის პასუხებს იმ რაღაც input-ზე. და ვიღებთ მასე outputs. სტანდარტულია, რომ აგრეგაციაში ვთქვათ, თუ კი ციფრები არის მოდელების output-ი, რიცხვები არის, შეგვიძლია საშუალო ავიღოთ, ეს იქნებოდა მარტივი მაგალითი. თუ კი კლასიფიკაცია majority voting-ი, როგორც მანამდე ვახსენე. ხმის მიცემა და რეგრესიის შემთხვევაში აგრეგაცია გასაშუალოება. Okay. გადავიდეთ ახლა რახან არქიტექტურა ასე თუ ისე გვესმის, ყველაზე კარგი მაგალითი. ჯერ მოდით ზოგადად განვიხილოთ საერთოდ რას გვაძლევს bootstrapping-ი. Bootstrapping-ის საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ახალი მონაცემები არსებული მონაცემებიდან და გავზარდოთ მოდელის მდგრადობა. რატო იზრდება მდგრადობა? იმიტომ რომ ანუ მხოლოდ ერთ დათაზე აღარ არის დატრეინინგებული, ხო, ეს მოდელი. როცა სხვადასხვა ჩანთებს ვიყენებთ, თითოეული მოდელი სწავლობს ცოტა განსხვავებულ მონაცემებს. ესეც ალბათ გასაგებია, იმიტომ რომ ჩანაცვლება შეგვიძლია და ამ ორჩევაშიც არ არის საჭირო რომ bootstrap ჩანთაში ყველაფერი რაც საწყის data-ში იდოს, შესაბამისად სავარაუდოდ და დიდი ალბათობით ამ bootstrap ჩანთებში დევს სხვადასხვანაირი მონაცემები. ზოგი მეორდება, ზოგი არ მეორდება, ზოგი მონაცემი გვაკლია. და ერთი და იგივე მონაცემებზე გაწვრთნილი მოდელები ერთნაირი შეცდომებს უშვებენ. შესაბამისად, ჩვენ თუ bootstrapping-ით შევეცდებით, რომ მოდელები დავატრეინინგოთ, იდეაში ერთი და იგივე მონაცემებიდან აღებულ სხვადასხვანაირ sample-ებზე, მაშინ ეს უზრუნველყოფს, რომ უფრო მრავალფეროვანი შეხედულება ქონდეს, ასე ვთქვათ, ამ სხვადასხვა მოდელებს, სხვადასხვანაირად ისწავლიან ოდნავ მაინც და ამცირებს საერთო შეცდომებს. ეს არის ოდნავ ისე აბსტრაქტულად რომ გავიგოთ, ლოგიკურად რატომ გვახმარება bootstrapping-ი და
რატო არის კარგი რისთვის რაში. ახლა როგორ შეგვიძლია გავტესტოთ მოდელი? მანამდე რომ ვახსენეთ უგახსოვთ, აი აქ გვაქვს თქო მონაცემები და აქედან bootstrapping-ით მიდის მე მოდელებში რაღაც კონკრეტული სემპლები თქო. აქ ასევე ვახსენეთ ცალკე testing set-ი გვაქვს თქო. ჩვეულებრივად როგორც მანამდე შვებოდით და testing set-ზე ამოწმებდით თქვა სიზუსტეს, მოდელის სიზუსტეს, precision, recall, სხვადასხვა მეტრიკებს, იგივენაირად შეგიძლიათ აქაც. ეს იდეაში დიდი არქიტექტურა ჩანს, მაგრამ კოდშიც ნახავთ, რომ მარტივად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიბლიოთეკები და შეგიძლიათ ზოგადად წარმოიდგინოთ, როგორც თითქოს ერთი დიდი მოდელია, რომელშიც უშვებთ მონაცემებს, შიგნით თვითონ რაღაც მონაცემები ნაწილდება, რაღაც მოდელები იქნება, ეს მოდელები ტრეინინგდება, მაგრამ რეალურად input-ი არის მონაცემები, output-ი არის ის output-ი, რასაც ედით, ხო? ასე რომ შეგვიძლია წარმოიდგინოთ, რომ ეს ერთი დიდი რაღაც მოდელია და გვაქვს testing set-ი. ანუ ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ აქ ის ყველა მეტრიკა და დავთვალოთ, როგორც მანამდე აკეთებდით. მაგრამ აქ bootstrapping-მა ძალიან საინტერესო საშუალება მოგცა, რომ კიდე სხვანაირად გავტესტოთ მოდელი. და ეს არის out of bag scores ეძახიან. ჩანთის გარეთ ქულა. ეხლა მოდი წავყვეთ მაგალითს და მაგით მივხვდებით უფრო რას ნიშნავს და როგორ ითვლება. ზოგადად აბსტრაქტულად ჯერ. მაგალითად გვაქვს მონაცემები ისევ A, B, C და E. ხის ნომერი ხ, იმიტომ ჩავთვალე, რომ წარმოიდგინეთ თითქოს ეს თითოეული მოდელი არის decision tree. გადაწყვეტილებათა ხე. თუმცა ნებისმიერი მოდელი შეიძლება იყოს ასე, რომ შეგიძლიათ ხის ნაცვლად ხ კი არა მოდელი 1 ერქვას. ხე საერთოდ არ გაითვალისწინოთ, მოკლედ. მხოლოდ ის, რომ ნომერი 1, ნომერი 2, ნომერი 3-ია. 3 განსხვავებული მოდელი. გვაქვს bootstrap ჩანთა, რომელიც შევიდა თითოეულ მოდელში დასატრეინინგებლად. მოდელ 1-ში შევიდა A, B და A. როგორც გახსოვთ, გამეორების უფლება გვაქვს მონაცემების bootstrapping-ის გამო. შესაბამისად, მონაცემები, რომელსაც ეს მოდელი არ დატრეინინგდა, იქნება C, D და E. ამას ვეძახით out of bag, ანუ ჩანთაში არ მოხდა, იმ ჩანთაში არ მოხდა, რომელმაც დაატრეინინგა მოდელი ნომერი 1. ხო? მეორე მაგალითი, მეორე მოდელში შევიდა C, C, B. ესე იგი, ის მონაცემები, რომლებიც არ შევიდნენ ამ მოდელში, არ დაატრეინინგეს მოდელი ნომერი 2, არის A, D და E. ასევე მესამეზე, A, D და E თუ შევიდა ხ ნომერ 3-ში, B და C გამოყენებული არ იქნა მოდელ 3-ის დასატრეინინგებლად. ეხლა როგორ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ? თქვათ, წარმოიდგინეთ, რომ გვინდა ეხლა ისევ რაღაცნაირად დავთვალოთ accuracy. და თან არ გვინდა, რომ ის მონაცემები, რომლებზეც მოდელი დატრეინინგდა, ან მაგებზე დავთვალოთ accuracy. დიდად არ მოგწონს ის იდეა, რომ ნუ ამ მონაცემზე დატრეინინგდა უკვე და რატო გამოვთვალოთ accuracy იგივეზე. ჩვენ ვიცით, რომ ამ მონაცემი არ შესულა მოდელ ნომერ 2-ში. შეგვიძლია თუ არა მოდელ ნომერ 2-ში შევუშვათ და ნახოთ რა output-ს მოგცემს მოდელ ნომერი 2. ვიცით, რომ ის არ დატრეინინგებულა მონაცემ A-ზე. ხომ საინტერესო იქნება. შესაბამისად, A გაიტესტება ხ ნომერ 2-ზე. B გაიტესტება ხ ნომერ 3-ზე. იმიტომ რომ B აი ამ ხში არ შესულა და არ ყოფილა ერთ-ერთი მონაცემი, რომელზეც ხ ნომერი 3 დატრეინინგდა. C გაიტესტება ხ ნომერ 1-ზე და ხ ნომერ 3-ის აგრეგაციაზე, იმიტომ რომ ამ ორ ხში არ მიუღია მონაწილეობა ამ ორი ხის დატრეინინგებაში. ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც, აი ვთქვათ, შევქმნათ ერთი მაგიდა, ხო, რეალურად ბოლოს როგორ ვითვლით ხოლმე accuracy-ს. გვაქვს რომ უშვებთ რეალურად რა იყო prediction-ი და უშვებთ რა უბრალოდ რეალურად რა ნიშნულობა იყო ამ ცვლადის და ჩვენ რა დავაპრედიქტეთ, ხო? ჩვენმა მოდელმა რა დააპრედიქტა. და თითოეული ხაზი არის თითოეული რაღაც მონაცემი, ხო? წარმოვიდგინოთ ახლა ასევე თითოეულ სტრიქონად, რომ მონაცემი ნომერი A შევუშვით, მაგრამ რაზე დატრეინინგდება? ჩვენ გვაქვს რამდენიმე პარალელურად ხ, ხო? დატრეინინგდება არა დიდი ბოდეში, რომელ ხეებში შევა. შევა იმ ხეებში, რომელშიც მანამდე არ მიუღია მის დატრეინინგებაში მონაწილეობა. მაგალითად, მონაცემი A არ შესულა
მოდელ ნომერ 2-ში, ხე ნომერ 2-ში. ასე რომ შევუშვებთ აქ, მივიღებთ outputs და შევინახავთ. რეალურად ეს უნდა ყოფილიყო A-ზე პასუხი, მოდელმა მოგცა ეს. მაგრამ ეს მოდელი გამოვიდა, ეს output-ი გამოვიდა მოდელი ნომერი 2-დან. ანდა ეხლა თქვენ მითხარით, მონაცემი ნომერი D რომელ ხეებში უნდა შევიდეს. კი ბატონო, 1-ში და 2-ში, მადლობა ანტონ. იმიტომ რომ D აღმოჩნდა out of bag მონაცემებში ხისთვის ნომერი 1 და ხისთვის ნომერი 2. ასე რომ შეგვიძლია ეს მონაცემი D შევუშვათ ამ მოდელში. ამ სამი პარალელურიდან გაივლის ხე ნომერ 1-ს, ხე ნომერი 1 მოგცემს რაღაც outputs, გაივლის ხე ნომერ 2-ს, მოგცემს რაღაც outputs და აგრეგაცია ისევ მოხდება. უბრალოდ იმ ხეებს, რომლებიც გადავწყვიტეთ დაგვებლოკა, რახან D-ს მანამდე ეს ხეები დაუტრეინინგებია, ეგენი არ იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. და ასე გვეძლევა საშუალება, რომ კიდე რაღაცნაირი წარმოდგენა და ინსაიტი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია მოგვეცეს ჩვენს დატრეინინგებულ begging modelზე. და კი ბატონო, D გაიტესტება ხე ნომერ 1-ზე და ხე ნომერ 2-ის აგრეგაციაზე, E გაიტესტება ნომერ 1 და 2-ის აგრეგაციაზე, იმიტომ რომ ისიც ასევე პირველი და მეორე ხის out of bag მონაცემებში მოხდა. და იმე შეკითხვა ხომ არ არის ამაზე? ცოტა შესაძლოა რთული წარმოსადგენია, რატომ შედის მაგალითად მარტო 2 ხეში ან 1 ხეში. მაგრამ რეალური ლოგიკა ისდევს, რომ არ გვინდა იმაზე გავტესტოთ, რაშიც ეს მონაცემი შევიდა დასატრეინინგებლად. კარგით, ეს თუ გავიგეთ, Discord-ზე არც ისე ცოტა ხნის წინ და ისო ერთი ბრძნული შეკითხვა. 2 decision tree random forest-ი არის თუ არაო? და პასუხი ამაზე არის, რომ კი. და ყველაზე მარტივი მაგალითიც იქნება, რომ ვცადოთ random forest-ის ჩვენი დაწყობა. Random forest-ის არქიტექტურა დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამგვარად. გვაქვს თავდაპირველი ორიგინალი dataset-ი, როგორც გითხარით, testing set-ს ცალკევდებთ. ეს ის არის, არ წარმოიდგინოთ თითქოს ტრეინინგში გადადის, არა, ეს ნიშნავს, რომ მე ეს testing set-ი set-ზე მეტრიკების გამოსათვლად იგი ყველა n ხეში შედის. და გვაქვს training set-ი. Training set-ს ვაბუთსტრაპებთ და დაბუთსტრაპებული მონაცემები dataset 1, dataset 2, ასე შემდეგ dataset n-ი გვეძლევა. შესაბამისად dataset 1, 2 და ასე შემდეგ n-ი შედიან decision tree 1, 2, ასე შემდეგ n-ში. Random forest-ი არის decision tree-ების კრებული, ასე ვთქვათ. საბოლოოდ ეს decision tree-ების გადაწყვეტილებები შედის აგრეგაციაში. ამ აგრეგაციაში majority voting-იდან, გააჩნია რეგრესიისთვის შესაძლოა სხვანაირი აგრეგაცია გავაკეთოთ, კლასიფიკაციისთვის voting, majority voting-ი შესაძლოა იყოს და საბოლოოდ ვიღებთ კლასიფიკაციის შედეგს. ხო, ამ შემთხვევაში კლასიფიკაციის ამოცანაა გაკეთებული. თუმცა პატარა note-ს გავაკეთებ, მაინც და მაინც majority voting-ი, ანუ ვთქვათ 5 ხე თუა და იქიდან 3 თქვა კი და 2 თქვა არა, აუცილებელი არ არის, რომ საბოლოოდ voting-ში ყველას ერთი და იგივე, ყველას ხმას ერთი და იგივე წონა ჰქონდეს. და random forest-ი ამას თვითონ აკეთებს default-ად, მაგრამ მარტივ მაგალითისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ უბრალოდ majority voting-ი ხდება. გარდა იმისა, რომ begging-ში ჩვენ გვაქვს bootstrapped მონაცემები და begging-იც იმიტომ ქვია, რომ bootstrap aggregation-ია. ასევე random forest-ში თვითონ decision tree-ებიც ოდნავ განსხვავებულად ითვლება. წინა ლექციაზე გავიარეთ, როგორ უნდა გადავწყვიტოთ, რა იყოს ხის სათავეში decision tree-ს სათავეში ფილტრად, ხო? რითი წავიდეთ მარცხნივან მარჯვნივ, რა ფილტრი იყოს, მაგალითად ავირჩიოთ თუ არა chest pain სულ დასაწყისში თავში.
ან შესაძლოა სხვა feature გადავწყვიტოთ, რომ ავირჩიოთ, იმიტომ რომ შესაძლოა უკეთყოფს მონაცემებს და უკეთში იგულისხმება target value, target variable-თან variable-ზე დაყრდნობით, რამდენად კარგად და სუფთად ყოფს, ასე ვთქვათ, მონაცემებს. ამ შემთხვევაში ოდნავ კიდე არეულობა და იდეაში მრავალფეროვნება რომ შემოიტანოს random forest-მა, უფრო გააძლიეროს მოდელი, აკეთებს ასეთ რაღაცას. ვთქვათ, გვაქვს hyperparametri m. და m იყოს 2 სტოლი ამ შემთხვევაში. როგორც ხედავთ, გვაქვს 4 ცალი feature და გვაქვს ერთი target variable, heart disease, რომელიც არის კი ან არა კატეგორიული ცვლადი და ვაკეთებთ კლასიფიკაციას. m არის hyperparametri, რომელიც განსაზღვრავს ამ feature-ებიდან, 4 ცალი feature გვაქვს, რამდენი უნდა ავირჩიოთ შემთხვევითობით node-ის კანდიდატად. ანუ მანამდე რომ ჩვენ ვადარებდით 4-ვე features ერთმანეთს და ვნახულობდით, რომელი უფრო კარგად ყოფს მონაცემებს target variable-ზე დაყრდნობით, ანუ რომელი უფრო სუფთად ყოფს მათ, ეხლა random forest იღებს და ოკეი, m რახან არის 2-ო, random-ად ავიღებ 2 ცალ features და იმ 2-დან გადავწყვეტ, რომელი უფრო უკეთ ყოფს მონაცემებს, რომელი უკეთესია. მანამდე თუ გახსოვთ, ვაკეთებდით მაგას ვგებულობდით Gini index-ით. ახლა იმას არ დაუბრუნდები, მაგრამ Gini index-ი მოკლედ რომ ვთქვათ, განსაზღვრავდა რამდენად Gini index-ი ვიყენებდით, რომ განსაზღვრო რამდენად სუფთად და კარგად ყოფს მონაცემებს ეს კონკრეტული feature. და ამ შემთხვევაში ესე იგი რენდომულად არჩევს 2-ს და იქედან ვიყენებთ Gini index-ს. იგივენაირად როგორც მანამდე. უბრალოდ წარმოვიდგენთ, რომ დანარჩენი კოლუმნები აღარ არსებობს, აი, როგორც აქ გამგრთალებულია, წარმოვიდგენთ, რომ არ არსებობს და მხოლოდ ეს 2 ცალი column გვაქვს. იმისთვის, რომ დავაპრედიქტოთ heart disease. შესაბამისად ვაკეთებ Gini index-ს, ვგებულობთ ამ 2 column-დან, რომელი უკეთესია და მაგას ვირჩევთ root node-ად. საწყის node-ად. სტანდარტულად რომ წარმოვიდგინოთ არა. თუ კი არის feature-ების რაოდენობა ჩვენ შემთხვევაში, ეს 4 ცალი column-ი, ანუ იქნებოდა 4 სტოლი. კლასიფიკაციაში m-ს უმეტესწილად ვიყენებენ m-ი არის ფესვი p-დან, ანუ ჩვენ შემთხვევაში 4-დან ფესვი 2-ია და ასეც გააკეთეს, ესეც გამოიყენოს m-ი უდრის 2-ს გაუტოლეს, რეგრესიაში კი m-ი უდრის p-3-ს. ეს არის ერთ-ერთი hyperparametri, რომელიც შეგიძლიათ თქვენით შეცვალოთ, თუმცა default-ად ესე ითვლის თვითონ random forest მოდელი, თუ კი გამოიყენებთ ბიბლიოთეკას. ასე ვაგრძელებთ, ანუ ესე იგი, თუ კი გადაწყდა, რომ აი წინაზე გადაწყდა, რომ good blood circulation უკეთესი იყო ვიდრე blocked arteries, იმისთვის, რომ თავში მოგვექცია decision trees. შემდეგ უკვე ეს column გამოირიცხება და ადარებენ სხვა 2 random forest-ი ირჩევს random-ზე სხვა 2 columns. ამ შემთხვევაში აირჩიეთ chest pain და weight. აქაც Gini index-ი, Gini impurity დავითვლით რომელი ჯობია და ამ 2-დან აირჩევს მოდელი, რომელი მოაქციოს შემდეგზე. და ხო, ანუ ესე გრძელდება და გრძელდება. სანამ decision tree საბოლოოდ ასე ვთქვათ არ მიიღება. ეხლა ჩვენ წარმოვიდგინეთ ერთი bootstrap-ის მაგალითში რა ხდება, ხო? ამ დროს გვაქვს ბევრი bootstrap-ი და გვაქვს ბევრი მოდელი, რომელიც ამ bootstrap data-ს იღებს, ხო? მოდელი ამ შემთხვევაში decision tree-ები. ესე იგი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ bootstrap ნომერი 1 მონაცემები შევიდა decision tree ნომერ 1-ში და მივიღეთ ესეთი ხე. bootstrap ნომერი 2 ამაში შევიდა, მივიღეთ ნომერი 2 ხე. და ასე შემდეგ მესამე. და ახლა უკვე გვაქვს ბევრი სხვადასხვანაირი ხე დატრენებული ასე თუ ისე განსხვავებულ მონაცემებზე და განსხვავებული feature-ებით. ამაზე მეთანხმებით თუ არა. ამას თუ ხვდებით რატო გამოდის, რომ საკმაოდ განსხვავებული ხეები იქნება. ერთიც. ოკეი. ეხლა შეიძლება ჩნდება შეკითხვა, აქ random forest-ზე ვნახეთ, რომ სულ decision tree-ები იყო, ხო? მაგრამ შეგვიძლია თუ არა, რომ რამდენიმე ტიპის მოდელი გამოვიყენოთ begging-ში. და ეს 4-ვე მოდელი, 3-ვე მოდელი decision tree არ იყოს, მაგალითად ერთი იყოს SVM-ი, მეორე იყოს naive Bayes-ი და მესამე იყოს decision tree.
და პასუხი არის, რომ კი შეგვიძლია განსხვავებული მოდელები გქონდეს, არა ეს საჭირო ყველა ერთი და იგივე იყოს. შეგვიძლია ერთმანეთში ავურიოთ თუნდაც გადაწყვეტილებათა ხე, support vector machines, k-nearest neighbors შეგვიძლია გავურიოთ, ნეირონული ქსელებიც კი შეგიძლიათ გავურიოთ. ანუ შიგნით პარალელურად მყოფი მოდელი შეგიძლიათ რაც გინდათ ის იყოს, თქვენი დააწყოთ. Random forest-ი უბრალოდ უკვე თავისით გაკეთებული და აწყობილი ბიბლიოთეკა, რომელიც თქვენ ხელითაც შეგიძლია გააკეთოთ, იმიტომ რომ ახლა ნახეთ, არც ისე რთულია ამის მათემატიკურად გაკეთება, მაგრამ Random forest-ი მხოლოდ decision tree-ებს იყენებს თავის მოდელებში. და სტანდარტული ერთი და იმავე მონაცემების გამოყენება. ეხლა მოდით გადავიდეთ კოდზე და ვცადოთ დაწერა. Random forest-ის თავიდან რაღაცებს დავაინსტალირებ. კარგით. Random forest-ი. ამ შემთხვევაში ოდნავ ხომ არ მივაზუმო, ხომ არ გირჩევნიათ, თუ ხედავთ ეს სკრინზე. თუ არა და Classroom-ზეც იყო ადვერტული კოდი და მაქედანაც შეგიძლიათ ნახოთ. ოკეი, პრობლემა თუ არ არის, მაშინ დავტოვებ ესეთ ზომას. მოკლედ დავიწყოთ Random forest-ი, როგორ შეგვიძლია დავატრეინინგოთ Random forest classifier-ი. მონაცემებს ვიღებთ Titanic-ის მონაცემებს, ეს დავალებაშიც მოგეცით წინაზე. და Titanic-ის მონაცემები ეს არის მოკლედ რამდენიმე ადამიანის მონაცემი, რომელიც იყო Titanic-ზე და სხვადასხვა ფიჩერები გვაქვს, მაგალითად ასაკი, გენდერი, რამდენი გადაიხედეთ ეს ბილეთში, იმიტომ რომ მაგის მიხედვით განსაზღვრული იყო რა პრიორიტეტი, რომელ კლასის კაბინაში რჩებოდნენ მაგალითად და ასევე გვაქვს გადარჩნენ თუ არა survival 0 და 1. შესაბამისად ბინარული target variable გვაქვს და უნდა დავაპრედიქტოთ ადამიანი გადარჩებოდა თუ არ გადარჩებოდა ასეთი მონაცემები თუ გქონდა. გადავყრით მონაცემებს, რომელთაც survival არ უწერია target variable, feature-ები და predictable. გამოვყავით აქ, ესე იგი ვარჩევთ x, რომელიც იქნება ტრეინინგისთვის, გერდა. ხო, x-ი ეს არის მონაცემები, რომლებსაც ვიყენებთ ტრეინინგისთვის, y-ი არის ჩვენი target variable, რომელიც გვინდა რომ დავაკლასიფიციროთ. და ვაკეთებთ კატეგორიული ცვლადების encodings, იმიტომ რომ კატეგორიულში მაგალითად გვიწერია female ან male gender-ზე და თუ კი female არის გადავაქციოთ 0-ად და თუ კი male არის გადავაქციოთ 1-ად, რომ იმის ნაცვლად რომ ეწეროს სიტყვა female და male მაქვს სვეტში ეწეროს 0-ები და 1-ები. გამოტოვებულ ცვლადებს ვავსებთ დანარჩენის მედიანად, ეს უბრალოდ missing value-ების შევსება და საბოლოოდ ყოფ training და testing set-ად. Training და testing set-ად, ესე იგი, ახლა დავუბრუნდეთ აი ამ არქიტექტურას თუ გახსოვთ, რომ გქონდა training data, რომელსაც მერე დავაბუთსტრაპებთ და testing data ცალკე საერთოდ. ახლა ეს bootstrapping-ი რაც გავიარეთ, შიგნით decision tree-ები, რას როგორ გვეტენ, feature-ებს, რომ random-ზე არჩევენ და იქედან ირჩევს decision tree მერე, რომელი იყოს root node-ი, შემდეგი internal node-ი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს გვიგვარებს ძალიან ლამაზი library, ვიყენებთ პირდაპირ random forest classifiers, რომელიც გვეძლევა sklearn ensemble-დან. ამას ვაიმპორტებთ და პირდაპირ მაგ ყველაფერს ვიკეთებს ეს. ეხლა რა არის number of estimators? ეს არის რამდენი decision tree გვინდა რომ შიგნით იყოს. გახსოვთ რომ ნახეთ პარალელურად რამდენიმე მოდელი ტრეინინგდება bootstrap data-ზე თქო. ზუსტად ეგ არის, რამდენი bootstrap data გვინდა და რამდენ მოდელში შედის. იმიტომ რომ ერთნაირი რაოდენობა bootstrap data თითო მოდელში შედის. და random state-ი კი იცით, უბრალოდ უთითებთ random-ად და ვასვამთ რომ შემდეგ მეცნიერს გავმარტივდეს იგივენაირი ექსპერიმენტის გაკეთება და out of bag score-ზე ვუთითებთ truth. შეგიძლიათ ეს არ მიუთითოთ და ჩვეულებრივად, როგორც სხვა მოდელებს ატრეინინგებდით, ისე დაატრეინინგოთ, გააკეთოთ prediction-ი აქ, ჩვეულებრივად დატრეინინგება და prediction-ი, ჩვეულებრივად დათვალოთ accuracy score მაგალითად, ან კლასიფიკაციის რეპორტი ნახოთ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ out of bag score-იც მენახა. ამიტომ მივუთითე ეს არგუმენტი და ვთქვი, რომ
ესე იყოს თქო true დავაწერე. იმიტომ რომ default-ად false არის. თუ კი არ მივუთითებთ. შესაბამისად მე მეძლევა out of bag score-იც, რომელიც შემიძლია გაჩვენოთ. ესე იგი, დავითვალეთ accuracy. ეს accuracy რას ნიშნავს? ის testing set-ი, რაც ხონდათ ცალკე გადადებული, შევიდა ამ ჩვენს random forest-ში, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თითქოს ერთი მოდელია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ აქ ვერ დავინახეთ, ხო? მთელი ის იმპლემენტაცია, რაც მანამდე მათემატიკურად ვნახეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ჩვეულებრივი მოდელია, შევიდა ეს testing ცვლადები, გამოვიტანეთ output-ი, ვნახეთ რა დააფრედიქტა, გვაქვს რეალურად რა არის სწორი პასუხი და ვითვლით accuracy-ს. ასევე კლასიფიკაციის რეპორტს ვაკეთებთ. და თუნდაც ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რაღაც ერთი sample passenger-ი, რომელსაც ესეთი მონაცემები ჰქონდა, ამას დაუფრედიქტა, რომ არ გადარჩებოდა სამწუხაროდ. და out of bag score-ის დაგვეთვალა, წვდომა მოგვეცა უბრალოდ out of bag score-ზე, იმის გამო რომ ეს მივუთითეთ, სხვანაირად აი აქ ამას ვერ დავწერდით. ეს random forest classifier წერტილი OOB_score_. ამას ვერ გამოვიყენებდით, იქ true რო არ დაგვეწერა, ასე რომ ეგ არ გამოგრჩეთ. და მივიღეთ ეს. ეს დაახლოებით out of bag score ოდნავ cross validation თუ გახსოვთ, ვალიდაციის ქულასავით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მაგრამ როგორც ვთქვით, ალბათ მაინც განსხვავებულია, იმიტომ რომ cross validation არ ითვალისწინებს ეს მონაცემი იმ ხეში უკვე იყო შესული, გამოიყენეს თუ არა ეს მონაცემი ამ ხის დასატრენინგებლად. მაგას cross validation არ ითვალისწინებს. და ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა აღვნიშნო არის, რომ out of bag score ავტომატურად არის კლასიფიკაციის შემთხვევაში accuracy სტოლი. ანუ accuracy სიტყვის. და რეგრესიის შემთხვევაში R² სიტყვის. და სხვა მეტრიკა თუ გვინდა ვცადე ცოტა ხნის წინ, მაგრამ ხელით უნდა გავაკეთოთ მოკლედ. ჩემი თუ ვიპოვოთ, თქვენ თუ იპოვით, მით უკეთესი და Discord-ში შეგიძლიათ შეგვატყობინოთ. იაკიგი? რაღაც მაინტერესებს, აი decision tree-ზე ხო თქვით, რომ ბოლო node-ამდე თუ ძალიან დავატრენინგეთ, ძალიან დავჩავშალეთ, რა ქვია, overfit-ი მოხდებოდა. აი აქ ხარ უბრალოდ გავწერეთ random forest-ში, ანუ ეს თავისით იმას უზრუნველყოფს, რომ ძალიან ბოლო node-ამდე არ ჩავიდა ეს. ანუ აქ როგორ არის overfit-ის node? გონი მაგას მაინც არ უზრუნველყოფს, მაგრამ შეგვიძლია დავუყენოთ max depth. კი, max depth-ის დაყენება შეგვიძლია თუ კი შევატყობთ, რომ overfitting-ი ხდება. max depth-ი ნიშნავს, ნუ სიღრმე რაც აქვს რა ხეს, მაგალითად, რამდენი ლეველი აქვს, ხო? და აქ შეგვიძლია აქ მივუთითოთ. ესეც ერთ-ერთი ჰაიპერპარამეტრია, ახლა ხელით მივუთითე, შეგვიძლია გქონდეს ამას მე კიდე გავვლით, როგორ შეგვიძლია ჰაიპერტუნინგი გავაკეთოთ. და ხო, მოკლედ ჰაიპერპარამეტრია, რომელიც დაყენებაც შესაძლოა დაგჭირდეთ თუ კი შეატყობთ, რომ overfitting-ი ხდება. თუ არ ვწდებით, თავად შესაძლოა random forest classifier-ი რამეს აწესებს. აბა დავხედოთ. max leaf node-ების დაწერაც შეგვიძლია, total-ში მაქსიმალურად რამდენი node უნდა იყოს მონაცემი. max sample-ები, max feature-ები. max steps რატომაც ვერ ვხედავ. აი, max steps არ აქვს დაყენებული, მესამე feature-ია. ასე რომ გაკეთება არა. max steps უყენია none. ანუ შესაბამისად თვითონ არ აკეთებს მაგალითად ის სიღრმეს თვითონ არ უწესებს ლიმიტს. და კრიტერიას იყენებს Gini index. ძალიან საინტერესო ის სხვა შეიძლება რომ დაიმპორტოთ ხოლმე ეს library-ებს შეგიძლიათ უბრალოდ Z mouse-ი რო დაადოთ, გამოჩნდება რას შეიცავს რა პარამეტრები უყენია default-ად. out of bag score false, რო აქვს default-ად მაგალითად bootstrapping-ს აკეთებს თვითონ შიგნით. კლასებს როგორი წონები აქვს. მოკლედ ბევრი რაღაცის თქვენით დაყენება შეგიძლიათ ჰაიპერპარამეტრების და გატესტო მაგისი. ოკეი. და კიდე ერთი მაგალითი მინდა და begging-ის სხვადასხვა მოდელებით. ეს იგივე data-sets ვაიმპორტებ, იგივე ყველაფერს ვაკეთებ. ჩატში არის კითხვა დაწერილი. max steps რის მიხედვით უნდა მივუთითოთ.
ზოგადად სხვადასხვა max-step შეგიძლიათ ცადოთ. მაგისთვის აკეთებენ ზუსტად რომ hyperparameter tunings ხელით რო არ წეროთ ყოველ ჯერზე რა depth გინდათ, ან რა შეზღუდვები გინდათ დაუწესოთ, მიუთითებთ, კარგი ვცადოთ, depth-ი იყოს, ვთქვათ 20, depth-ი იყოს 50, depth-ი იყოს 100. სხვა hyperparametrებით შეიძლება მიუთითოთ და გატესტოთ ყველა ვარიანტი. და გამოიყენოთ სხვადასხვა ქულები იმისთვის რომ შეადაროთ რა უფრო უკეთ მუშაობს. ესე კონკრეტულად რიცხვს ვერაფერი ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელი რიცხვი მუშაობს კარგად, რომელი max steps-ი მუშაობს. უნდა სცადოთ და მაგის მიხედვით რაღაც მეტრიკების მიხედვით გადაწყვიტოთ, ოკეი, ეს max steps-ი უფრო კარგად მუშაობდა და overfitting-იც თითქოს არ ხდებოდა. აი ეს დიაგრამები შეგიძლიათ დახატოთ, ნახოთ რა მომენტში ხდება overfit-ი. ბოლოს რო ნახავთ საინტერესო website, საინტერესო library-ს რო გამოვიყენებთ, მანდაც მიხვდებით როგორ შეიძლება ამის გამარტივება და ხელით დაწერა რო არ გჭირდებოდეთ ეგეთი რაღაცებს. კარგი. კიდე რამე შეკითხვა ხომ არ არის? ოკეი, მაშინ განვახსოვთ, კიდე ერთი მაგალითი მინდოდა, მე თქვენ გითხრათ რომ random forest-ი მარტო decision tree-ებს იყენებს თქო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ხელით სხვადასხვა მოდელებიც მაგალითად გამოიყენოთ. იმიტომ რომ როგორც ნახეთ, ლოგიკა არც ისე რთულია ამ მოდელების begging-ი რო გავაკეთოთ, ხო? მაგალითად იყოს ლოგისტიკური რეგრესია, k-nearest neighbors, support vector machines და decision tree. ესე 4 ცალი მოდელი მინდა ავიღო, 4 ცალი მოდელი მქონდეს, შესაბამისად 4 ცალი bootstrap data დამჭირდება და custom begging უწოდებ ფუნქციას. შედის იქ training-ი, ტესტის შედის მე რო გავტესტოთ და შედის base მოდელები. და სათითაოდ, ანუ როგორც გახსოვთ, ამ შემთხვევაში begging-ში მოდელები ერთმანეთზე დამოკიდებული საერთოდ არ არის, ასე რომ უბრალოდ ვაკეთებთ 4 ცალ მოდელს. ამ შემთხვევაში number of estimators მე უბრალოდ მივუთითე. ეგ იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოდელს 50 ჯერ მიკეთებს. ხო, თითოეულ მოდელს 50 ჯერ მიკეთებს. ეს ერთი ჯობდა დამესვა. ან საერთოდ არ მიმეთითებია ეს for loop-ი. ზედმეტია, თუ კი 4 ცალი მოდელი გინდათ, ეს for loop-ი ზედმეტია number of estimators random forest-ში როგორც გახსოვთ, ამბობდა რომ ამდენი ცალი decision tree მინდათ, ხო? number of estimators მაგას ნიშნავდა. Resamples ვაკეთებთ, ეს არის bootstrapping-ი აქ ხდება. Resamples აიდან გვაქვს რომელი? აი აქედან sklearn utility-დან ვაიმპორტებთ resample. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩანაცვლებით ამოვიღოთ მონაცემები, ანუ რეალურად დაბოotstrap-ებული მონაცემები ავიღოთ. და შემდეგ models fit out ამ bootstrap მონაცემებზე, ვაკეთებთ prediction-ებს, ვინახავთ prediction-ებს და ბოლოს აგრეგაციას ვუკეთებთ, მაგალითად ამ შემთხვევაში უმრავლესობის ხმის მიცემით. ეს არის და ეს. ამ შემთხვევაში OOB score არ მაქვს მითითებული. ჩვეულებრივად. დავდანა. ხო. სიზუსტე გამოდის 0.75 კლასიფიკაციის რეპორტი საჭიროა. როგორც ხედავთ, აქ recall-ი საკმაოდ ცუდი აქვს. ასე რომ, კაია რომ კლასიფიკაციის რეპორტს ვუყურებთ. და მაგალითად predictions for individual models. რაც კონკრეტული ერთი მაგალითი ავიღე აქ, ეს ერთი რაღაც ადამიანი ამოვიღე მონაცემებიდან და ნახე რომ ამ 4 მოდელიდან ერთმა თქვა, პირველმა მოდელმა თქვა რომ გადარჩებაო, მეორემაც გადარჩებაო, მესამე გადარჩება, მეოთხემ ვერაო და majority voting-ით გადაწყდა რომ ეს ადამიანი გადარჩებოდა. და ეს იყო ეს sample passenger რომელსაც გამოვთვალეთ. ოკეი. დავუბრუნდეთ. აქ ხომ არ არის რამე შეკითხვა. იაკიგე? ახლა მასეთ შემთხვევაში თუ ორმა თქვა რომ გადარჩება და ორმა ვერა, დავარანდომებთ. ასეთ შემთხვევაში ზოგადად, ოჩი ეკომოდის. ეს გავაკეთე მარტივი მაგალითი, როდესაც უბრალოდ majority voting-ია, მაგრამ შეგვიძლია რომ თითოეულ მოდელს რაღაც წონაც ჰქონდეს, ხო? ესე შესაძლოა წონებითაც საბოლოოდ რაღაც დაბალანსდეს და 0.5 დაჭდეს რაღაცის ერთ-ერთი რომელიმე sample-ის გადარჩენა არ გადარჩენა. მაგრამ weight-ები უფრო საშუალებას გვაძლევს, რომ ეგ იშვიათად მოხდეს. და ზოგადადაც იშვიათად ხდება.
არასდროს არ მქონია შემთხვევა, რომ პრობლემა შექმნილიყო. იმიტომ რომ უმეტესწილად ხელით არ ვწერთ ხოლმე რა, ესე 4 ცალი მოდელის მითითება ხელით არ. თვად ხშირად გამოსაყენებელი არ არის ეს. ესე custom bagging models არ აკეთებენ. უფრო random forest-ი და უკვე გაწერილი library-ები. ხო, და random forest სავარაუდოდ თვითონ built-in რაღაც ექნება მაგის ასარიდებლად და random forest როგორც ვახსენე, ასევე წონები აქვს. თითოეულ ხეს რაღაცა წონა ენიჭება იმ Gini index-ის მიხედვით, სხვა შორის რამდენად კარგად ყოფს მონაცემს, თითოეულ ხეს ენიჭება წონა. და შესაბამისად, რომელიღაცას უფრო მეტი ხმა აქვს საბოლოო გადაწყვეტილებაში, რომელიღაცას ნაკლები. ხო. კი ბატონო, თუ კი შეკითხვა არ არის, დავბრუნდეთ უკან. სლაიდებზე. თქვათ, ხო, ეს კარგი შეკითხვა. ეხლა არ გადავდივარ პირდაპირ boosting-ზე, რომელიც მეორე მოდელი იყო. შუაში მინდა რაღაც ახსენო. წარმოიდგინეთ, რომ ვიყენებთ bagging-ს და ნახეთ, რომ ჩვენს მარტივ მაგალითში ეს მოდელი ასაშუალოებს თავისი მოდელების პასუხებს. ან ასაშუალოებს რიცხობის შემთხვევაში, ან majority voting-ს იღებს. ეს მარტივი მაგალითს ვამბობ, სადაც წონებს არ ვითვალისწინებთ. შეგვიძლია ხო, აქ ახსენებ თითოეულ მოდელს წონაც ჰქონდეს Gini ქულის გამოთვლით და weighted საშუალო დავთვალოთ. ეს ოდნავ აუმჯობესებს შედეგს და random forest-ის თვითონ ასე მუშაობს, მაგრამ კიდევ რა შეგვიძლია ვქნათ. თუ კი წარმოვიდგენთ, რომ გვაქვს 10 ცალი მოდელი და თითოეული საკუთარ რაღაც output-ს გვაძლევს, ხო? 10 ცალი მოდელი გვაქვს და თითოეულმა მოგცა, თქვათ, ერთმა თქვა გადარჩება, მეორემ არა. ეხლა როგორც მაგალითში ვნახეთ კოდში, 1 და 0. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ აგრეგაცია იყოს რაღაც გასაშუალოება თქვენი აზრით. საერთოდ რომ გადავწყვეტოთ, რომ საერთოდ დაივიწყეთ, ეხლა რომ გავიარეთ bagging-ი და boosting-ი. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რაღაც მონაცემები, ვთქვათ 100 ცალი row და თითო row შედგება 10 ცალი column-ისგან, რომლებშიც წერია ან ერთები, ან ნოლები. და გინდათ საბოლოო დასკვნა გამოიტანოთ. და რეალური სწორი პასუხიც იცით თითოეულ row-ზე. მოდელს არ გაგონებთ თვითონ იქნებ ამ მონაცემებზე, ან იმ მოდელების output-ებზე, 10 ცალი მოდელის output-ი, 10 ცალი output-ი გვაქვს, 10 ცალი რაღაც ნოლიანი ან ერთიანი გვაქვს. და რეალურად ვიცით, რომ სწორი პასუხი ამ ტესტინგსაზე არის ერთიანი. ჩვენ რო ავიღოთ, ეს წარმოიდგინეთ 10 ცალი მოდელის 10 ცალი პასუხი და დავატრეინინგოთ. გვაქვს 10 ცალი ნოლები ერთიანები და გვაქვს output-ი, რომ რეალურად ერთი იყო. შეგვიძლია თუ არა დავატრეინინგოთ რაღაც კიდე მოდელი ამაზე Z. დაახლოებით ესე. ამას ეძახიან stacking-ს, რომ პარალელურად გვაქვს ეს, თქვათ, 4 ცალი მოდელი, თითოეულში შედის მონაცემები, თითოეული მოდელი გვაძლევს რაღაც outputs და ამაზე კიდე meta learners ვარგებთ, რომ ამან ისწავლოს ამ მოდელების შედეგებიდან, როგორ მიიღოს საბოლოო output-ი. დაახლოებით გასაგებია ეს იდეა? კიდე ერთიც მჭირდება. ერთი ლაიკიც. თუ კი რაიმე მომენტში დაიკარგეთ, ანუ ამისთვის არ გჭირდებათ ახლა boosting-ის ცოდნა და bagging-ის, რაც გავიარეთ, საერთოდ ცალკეა. რაიმეზე თუ გაიჭედეთ, რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ ამაზე, არ მოგერიდოთ რა. ოკეი. კაი, მაშინ გადავიდეთ stacking-ი. შეგვიძლია წავიდეთ და დავწეროთ ამის კოდი. ოკეი. იგივე მონაცემებს ვიყენებ. თქვენ მთელ კოლაფშიც იგივე მონაცემებს ვიყენებ სულ. აქ სკალირებას ვუკეთებ feature-ებს. ზოგიერთ მოდელისთვის კარგია, როდესაც მონაცემები თუ კი ძალიან დიდია, ჯობია დავასკალიორთ, მაგალითად, თუ კი ძალიან დიდია, 0-დან 1 range-ში მოვიყვანოთ რაღაცას. ვყოფთ მონაცემებს და ესეთი კლასი გვაქვს stacking ensemble, სადაც გვაქვს base მოდელი, რამდენიმე base მოდელი და meta მოდელი, რომელიც სწავლობს base მოდელების output-ზე.
გვაქვს fit ფუნქცია, რომელიც ატრენინგებს base მოდელებს. ვიღებთ meta feature-ებს, ანუ თითოეული feature იდეაში იქნება თითოეული base მოდელი, ხო? და ვაპრედიქტებთ meta feature-ებზე. ანუ base მოდელების output-ებზე ვატრენინგებთ ჩვენს meta learners და შესაბამისად მაქედან ვიღებთ outputs. ეს გადავწყვეტე ჩამესვა ჩემს base მოდელებში random forest classifier, ლოგისტიკური რეგრესია და support vector classifier. ეს სამი მოდელი იქნება, ისწავლიან რაღაც შედეგებს დადებენ და სამივე რაღაც შედეგს დამიდებს. შესაბამისად meta მოდელი ავიღე რომ იყოს ლოგისტიკური რეგრესია თქო და ამაში შევა მონაცემები ამათი output-ებიდან. Random forest-მა შეიძლება გადაწყვეტა რაღაცაზე 1 დაეწერა, ამან 0, ამან 1-ო და ეს მონაცემები შევა ლოგისტიკურ რეგრესიაში. და ჩვეულებრივ უკვე ჩვენი meta მოდელი გვაძლევს საბოლოო პასუხს. Stacking ensemble-ში ჩავხსოვთ ამ ყველაფერს, კლასი რომელიც შევქმნით აქ, რომ გაგვიმარტივდეს და უბრალოდ ვამბობთ, რომ ჩვენი stacking მოდელი დაგვიპრედიქტებს os stacking fit ვაკეთებთ და stacking predict. აქ თუ არის რამე შეკითხვა? რამე სხვა გადავუარო კიდე ერთხელ რომელიმე ნაწილს კოდის. აქ ჩემ ნოუთსი არ ჩანს. Okay, შეკითხვა არ არის? Like-ი? ეს თვითონ stacking-ი როგორ მუშაობს შეგიძლიათ რა თქვა კიდე ხო? ბოდიში ვერ გავიგე? Stacking-ი როგორ? ანუ თვითონ ეს stacking-ი რა შვება? ანუ stacking-ი არის იდეაში აი ეს არქიტექტურა რომელიც დაგანახეთ. Stacking-ი არის არქიტექტურა, სადაც შეგვიძლია რამდენიმე მოდელი, როგორც მანამდე baking-ში ვაკეთებდით, პარალელურად დავატრენინგოთ. და უბრალოდ მე იმის ნაცვლად რომ უბრალოდ გავასაშუალოთ ამათი output-ები ან majority voting-ით ავიღოთ ბოლო output-ი შუაში ვსვავთ კიდე ერთ მოდელს ვატრენინგებთ ამ output-ებზე და საბოლოოდ meta learner-ის ამ მოდელის output-ი იქნება საბოლოო output-ი. და ეს meta learner-ი თვითონ მოდელი არის რამე? კი, გადავიდეთ ისევ კოდზე. აი აქ გადავწყვეტე რომ ჩემი base მოდელი ყოფილიყო. Base მოდელები მქონოდა 3 ცალი, ანუ იქ slide-ზე რაც იყო 4 ცალი მოდელი რო ეწერა, ხო გახსოვთ თუ 3 ცალი ეწერა მე მგონი იქაც. ეგ იქნება ერთ-ერთი random forest classifier, მეორე logistic regression, მესამე support vector classifier და meta მოდელისთვის, აი ეს margin რო ეწერა, იქნება ლოგისტიკური რეგრესია. ლოგისტიკურმა რეგრესიის მოდელმა ისწავლოს ამათი output-ების გამოყენებით. გასაგებია ეს? Okay. და აქაც სხვა მოდელი შეგიძლიათ აირჩიოთ. აქაც შესაძლოა ყოფილიყო random forest classifier. აქაც იგივე ჩაგვესვა. არ ექნება და წესით პრობლემა. შეიძლება ისე მაგ გაწერილი რომ გადავეწონა. მძიმერათო. ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად გადმოვაკეთე და საბოლოო meta learner-ი logistic regressიის ნაცვლად დავწერე რომ იყოს random forest classifier. არც ეგ იქნებოდა პრობლემა. Okay. ეს ასე თუ ისე მე მგონი დავიკეთ ხომ? წესით bagging-ის მერე მარტივია უბრალოდ იმის ნაცვლად რომ აი მარტივი აგრეგაცია გავაკეთებინე რაღაც ოდნავ უფრო გართულებულ ძალიან ოდნავ გართულებულ ვერსიას ვაკეთებთ. Okay, გადავინაცვლოთ ისევ slide-ებზე მაშინ. დავწერეთ. ახლა რა არის boosting? წარმოგიდგენთ რომ სწავლობთ რაღაც ტესტისთვის და იცით რომ 100 შეკითხვიდან, რომელიც მასწავლებელმა მოგცათ, რაღაც ტესტზე მოგივათ 10 ცალი და სავარაუდოდ ცდილობთ რომ 100-ვე ისწავლოთ, ხო? და თქვათ შექმენით თქვენთვის ფლეშ-ქარდები და ფურცლებზე წინა მხარეს შეკითხვა გიწერიათ, უკანა მხარეს პასუხი. და პირველ ჯერზე ჩაყევით ამ 100-ვე შეკითხვას და გადათვალეთ, რომ 60 სწორად გააკეთეთ, 40 არასწორად. შემდეგ გადაყოლაზე რა შეეცდებით სწორად
რასაც უპასუხეთ, იმებს გადახედოთ თუ არასწორად რასაც უპასუხეთ, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ. კი ბატონო, არასწორებს. და ეს არის ბუსტინგის ლოგიკა. ბუსტინგი ცდილობს, რომ მოკლედ პირველ რიგში ის ვახსენე, რომ შემდეგი მოდელი წინას იყენებს, წინაზე დაყრდნობით აკეთებს რაღაცას და აი რაზე დაყრდნობით არის, რომ შეცდომებზე დაყრდნობით. სად შეეშალა წინა მოდელს და რა უნდა გავაუმჯობესო. მაგას ცდილობს, რომ გააუმჯობესოს შემდეგი მოდელი. მერე იმის შემდეგი კიდე ამის შეცდომებს ცდილობს, რომ გააუმჯობესოს რა, ანუ სწორად დააკლასიფიციროს, თუ კი წინამ რამე შეცდომები დაუშვა და ასე შემდეგ. ეს არის აბსტრაქტულად, რომ ცდილობს, რომ შეცდომებზე იყოს ფოკუსირებული. მაგრამ რეალურად როგორ აკეთებს ამას, როგორ არის, რომ უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებს. ესე მარტივი სათქმელია ჩვენთვის, რომ ყურადღება მივანიჭოთ უფრო არასწორებს, მაგრამ მოდელი როგორ აკეთებს. თავარი პრინციპები მაინც გადავყავთ კარგად. არის რომ მიმდევრობითი სწავლა. აქ პარალელურად 4 მოდელი არ ტრეინინგდება. აქ ტრეინინგდება ერთი მოდელი, ამის მიხედვით შემდეგი, მერე იმის მიხედვით შემდეგი გაუმჯობესებული და ასე შემდეგ. ცდილობს შემდეგი მოდელი ყოველთვის ცდილობს რომ იყოს ბუსტი წინასგან შედარებით, წინასგან განსხვავებით. მონაცემთა წონა, მონაცემები, რომლებიც რთული დასაკლასიფიცირებელია, უფრო მეტ ყურადღებას იღებენ, აბსტრაქტულად და წონითი ხმის მიცემა. უკეთესი შედეგის მქონე მოდელების ხმა უფრო მძიმეა საბოლოო გადაწყვეტილებაში. კი, ჩეინივით არის გადაბმული ის თუ შემდეგი მოდელი როგორ შეიქმნება, მაგრამ რეალური აუთპუტი, აი ტესტ სეტი რო შემოგდის და რაღაც მონაცემი გინდა რომ დააპრედიქტო, რეალურად რაღაც 5 ცალ მოდელს კი არ გამოივლის. არა. რეალურად ამ 5-ვე მოდელს ექნება რაღაცა წონა. და უკეთესი შედეგის მქონე მოდელების ხმა, ანუ წონა, უფრო მძიმეა საბოლოო გადაწყვეტილებაში. ანუ ეს ტესტინგ სეტი კი არ გამოივლის პირველ მოდელს, მეორე მოდელს, მესამეს და საბოლოოდ მივიღებთ რაღაც პასუხს. არა, შევა პირველში რაღაც პასუხი, მეორე რაღაც პასუხი, ასე ვთქვათ, და საბოლოოდ weighted აგრეგაცია ხდება. ანუ აქ უკვე ძალიან ისეთ ცხადია, რომ weighted წონის მიხედვით, რამდენად უფრო უკეთესია ის მოდელი ამასთან შედარებით, შესაბამისად იმ მოდელს უფრო მეტი ხმა ეძლევა ვიდრე ამ მოდელს რა. და იმისთვის რომ გავიაროთ, ბუსტინგის მაგალითისთვის მარტივი იქნება ADA ბუსტი. Adaptive boosting-ს უწოდებენ. Weak learner-ები არის მოდელები, რომლებსაც ADA ბუსტი იყენებს, უმეტეს შემთხვევაში ის შედგება მხოლოდ ერთი ნოუდისგან. ანუ აქაც დაახლოებით ხე გამოვდის, მაგრამ იდეაში ღერო გამოდის, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ფილტრია, ასე ვთქვათ, root node და 2 ცალი leaf-ი. მე დავარქვი ღერო. ზოგადად stumps უწოდებენ თუ არ ვცდები ინგლისურად. მაგრამ ქართულად რო გავაგრძელოთ, ვთქვათ ღერო ქვია. ზოგიერთი ღეროს ასრულს უფრო მეტი წონა აქვს საბოლოო გადაწყვეტილებაში და თითოეული შემდგომი ღერო ითვალისწინებს წინა ღეროს მიერ დაშვებულ შეცდომებს. მაგალითად, ავიღოთ, რომ გვაქვს ესეთი მონაცემები. ისევ იგივე, ოღონდ ამ შემთხვევაში 4 კოლუმნია, 4 პრედიქტორი. გვაქვს 3 ცალი ფიჩერი, 3 კოლუმნი პრედიქტორი და ერთი target variable, heart disease. და წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ასევე ერთ-ერთი კოლუმნი, რომელიც გვეუბნება თითოეულ sample-ს რამდენი წონა აქვს. თავიდან სანამ რაიმე ვიცით საერთოდ, ჩავთვლით, რომ ყველა sample-ს აქვს თანაბარი წონა. რახან 8 ცალი მონაცემი გვაქვს, თითოეულის წონა იქნება 1/8, რომ ჯამში 1 გამოვიდეს. ვირჩევთ, რომელი feature იყოს ჩვენი პირველი ღერო. აქ როგორც გახსოვთ, ისე ვიყენებთ იმ ლოგიკას, რაც მანამდე იყო, Gini index, Gini value, ან ენტროპია შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ, ეგ წინა ლექციაზე ვახსენეთ ენტროპიაც. და ჩვეულებრივად ვირჩევთ, რომელი იყოს პირველი ჩვენი node ღეროსთვის. თქვათ, ამ მეტრიკებით weight გამოვიდა საუკეთესო feature, patient weight. ეს patient weight გამოვიდა საუკეთესო feature-ი. რათა გაგვაყო ორ ნაწილად მონაცემები, ყველაზე სუფთად ყოფდა, ვთქვათ. და ამ გაყოფამ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა. ამ გაყოფამ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა გაყოფისას, ანუ როგორც ხედავთ, მარცხენა ნოუდი აქვს სრულიად სუფთა. ყველა მარცხნივ ყოფისთვის heart disease არის correct. რომ კი, თუ კი ამაზე უფრო მაღალი ადამიანი heart disease აქვს. თუ კი ამაზე დაბალია, არ აქვს.
4 სწორი იყო, 1 არასწორი იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთ ადამიანს, რომლის წონაც არის 176-ზე დაბალი, ჰქონდა hard disease. Yes, ეწერა აქ. ერთი შეცდომა დაუშვე მხოლოდ, ერთი row. შესაბამისად, total errors ვიტყვით, რომ არის 1 მერვედი. ორი შეცდომა რო დაეშვა, იქნებოდა 2 მერვედი. ან გააჩნია. ამ შემთხვევაში sample weight-ები თანაბარი გვაქვს, ამიტომ 1 მერვედს პლუს 1 მერვედი იქნებოდა. ოკეი. ანუ ჯამური ერორი, წონათა ჯამი, არასწორად დაკლასიფიცირებული მონაცემების ტოლია. ახლა როგორ დავთვალოთ ამ კონკრეტული ღეროს ხმის ყონა საბოლოო გადაწყვეტილებაში, იმიტომ რომ რეალურად უკვე გვაქვს ღერო, გავყავით ორად, რაღაც წონები დავთვალეთ, რაში გვჭირდებოდა იმაში, რომ გაგვეყო ამ ხეს რამდენი ეთქმის საბოლოო გადაწყვეტილებაში, რა წონა აქვს ამ ხეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. და ეს ითვლება ამ ფუნქციით. 1/2-ს ვამრავლებთ ლოგარითმზე 1 - total error-ი გაყოფილი total error-ზე. Total error-ი იყო 1 მერვედი აქ როგორც გახსოვთ. იმიტომ რომ მხოლოდ 1 შეეშალა, 1 row შეეშალა. Total error-ის ფუნქცია ესე გამოიყურება. და amount of say-ის ფუნქცია ესე გამოიყურება total error-ზე დაფუძნებით. ანუ თუ კი ბევრი შეეშალა, ვთქვათ, ერთ მოდელს ეშლება ძალიან და ყოველთვის რასაც იტყვის იმის საპირისპირო თუ კი აღმოჩნდა სწორი, მაშინ ნეგატიურებში გადადის amount of say და თუ კი ამ მოდელმა ვთქვათ, ვითხრა რომ ამ ადამიანს hard disease სჭირსო და ვიცით რომ amount of say მინუსია, მაშინ ჩავთვლით რომ მაგის საპირისპირო უნდა გავითვალისწინოთ. ხო? ანუ თუ კი ამბობს სჭირსო, მაგრამ ვიცით რომ ყოველთვის უკუღმა გვეუბნება, მაშინ რეალურად უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს მოდელი გვეუბნება ამ ადამიანს არ სჭირს ეს დაავადება. ამ კონკრეტული ღეროს ხმის წონა დავთვალეთ 1 - 1 მერვედი, მოკლედ გამოდის 0.97. ამ კონკრეტული ღეროს ხმის წონა ეს ქვემოთ რაც გვაქვს. ახლა როგორ უნდა შევცვალოთ წონები ისე, რომ შემდეგმა ღერომ ამ ღეროს დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოს. არასწორი უნდა შევცვალოთ თვითონ ეს წონები რომ ქონდა, აი ამ კოლუმნში წონები. აი ეს გვჭირდება რომ შევცვალოთ მაგისთვის. და როგორ ვაკეთებთ ახლა ამას? ახალი sample weight-ი იქნება მანამდე რაც იყო sample weight-ი, გამრავლებული ექსპონენტი ხარისხად amount of say, ამ ხის amount of say, რომელიც მანამდე დავთვალეთ, ხო, 0.97 იყო. ეს იმ შემთხვევაში თუ კი არასწორი კლასიფიკაციაა, შესაბამისად sample weight-ი გაიზრდება. თუ კი სწორი კლასიფიკაცია იყო, მაგათი წონა პირიქით უნდა შევამციროთ, ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მოდელში, ხო? შესაბამისად, ახალი sample weight ამ კონკრეტული row-ისთვის იქნება sample weight, ამჟამად რაც აქვს, გამრავლებული ექსპონენტი minus amount of say ხარისხში რო ავიყვანოთ. ანუ შესაბამისად შემცირდება. ესე გამოდის. ანუ ეს ხაზი იყო, რომელიც ეს მონაცემი იყო, რომელიც იმ მოდელს შეეშალა. შესაბამისად, იმ ფუნქციით გამოგვივიდა 0.33, აი ამ ფორმულით უფრო სწორად გამოგვივიდა, რომ ამის ახალი weight წონა უნდა იყოს 0.33, დანარჩენების 0.05. ანუ რახან ყველა სწორად დაკლასიფიცირდა და მანამდეც თანაბრები იყვნენ, ერთი და იგივე რიცხვი დავიჯდა აქ. მე ნორმალიზაციას ვუკეთებთ, რომ ისევ ჯამი 1 გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს 1-ზე არ ჯამდება. აქამდე მოვედით. სადმე ხوار დავიკარგეთ, ოდნავ უკან ხوار წავიდე. ჩატში არის კითხვები. ფუძით 10-ია თუ აი კარგი კითხვა და სიმართლე გითხრათ. მერვედი. არის შეგვიძლია დავთვალოთ. მაგრამ აი კითხვა მე დავწერ ამაზე პასუხს მაშინ Discord-ში, ხო, მაგაზე დროის დაკარგვა დიდად საჭირო არ არის, იმიტომ რომ უბრალოდ ფორმალობა ეს ფუნქცია როგორია. მაგრამ ხო. აქედან შეგვიძლია გამოთვალოთ კიდევაც, უბრალოდ ამაზე დროს არ დავხარჯავ. ახლა ჯობია წინ კიდე რაღაცები გვაქვს გასავლელი. ოკეი. ოკეი, კიდე რამე სხვა შეკითხვა ხომ არ არის? ბოდიში თამასე ესე არ მახსოვს ზუსტად ვერსი ლოგარითმია.
სავარაუდოდ ექსპონენტის ვიტყოდი. კაი. ამაზე ნორმალიზაცია გავაკეთეთ და წესით ამათი ჯამი ერთი სტოლი უნდა იყოს. მაგრამ ნუ ვამრგვალებთ ასე რომ ეს რო აჯამოთ ერთი არ გამოდის, 0.98 გამოდის. მაგრამ ჩავთვალოთ რომ ერთი სტოლია. უბრალოდ ძალიან გრძელი წელდები რო არ დაგვეწერა. იყოს 0.07 მაგალითად. ახლა კი შემდეგი ღეროსთვის ავირჩიოთ feature. შეგვიძლია გავაკეთოთ ორი ვარიანტია. weighted Gini index დავთვალოთ და შესაბამისად შემდეგ მოდელში უკვე იმ კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც არასწორად დავაკლასიფიცირებთ, უფრო მეტი წონა ექნებათ, ასე ვთქვათ, და მაგის მიხედვით აირჩევა ახალი root node-ი, ხო? ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, ან შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. შუალედები ჩამოვწეროთ, მოკლედ 0.7-დან 0-დან 0.7-მდე იყოს, რომ ეს უწოდოთ data point ნომერი 1, 0.07-დან 0.14-მდე გვაქვს data point ნომერი 2 და ასე შემდეგ. ვუმატებთ sample weight-ებს. და ასე ვთქვათ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ინტერვალებია, ხო? 0-დან 1-მდე რაღაც ინტერვალებია. და ახლა რა შვებით? n-ჯერ შემთხვევითობით ამოვირჩევთ რაღაც ციფრს 0-დან 1-მდე რენდომზე. თუ კი ეს რიცხვი აღმოჩნდა, ვთქვათ, 0.17, მაშინ ჩვენ data point ნომერ 3-ს ჩავსვავთ ახალ მონაცემებში. ეხლა თქვენ მითხარით, თუ კი რენდომულად ავაგდეთ და რიცხვი დაჯდა 0.5, რომელი data point-ი უნდა ჩავსვათ ახალ მონაცემებში? კი, მეოთხე უნდა ჩავსვათ. იმიტომ რომ მეოთხე 1, 2, 3, 4, მეოთხეს ზღვარი არის 0.21-დან 0.7-მდე. ეხლა რამდენჯერმე თუ ამას ავაგდებთ, თქვენი აზრით, ალბათობა იმისა, რომ ეს რიცხვი ჩავარდეს აი ამ ზღვარში, უფრო დიდია თუ აი ამ ზღვარში? 0.59 თუ 0.07 ზღვარი უფრო დიდია? 0.59 ზღვარი უფრო დიდია, ანუ უფრო დიდი რენჯი აქვს, ასე ვთქვათ, დაკავებული იმ სექტორში. აი რო წარმოვიდგინოთ, რომ x ღერძი გვაქვს. და 0-დან 0.7-მდე, 0.7-დან 0.14-მდე, ასე შემდეგ. ეს არის პირველი მონაცემი, მეორე მონაცემი, მესამე. მეოთხე მონაცემს აქვს დიდი სივრცე დაკავებული, იმიტომ რომ აქედან აქამდე უნდა იყოს 0.59 სიგრძე, მანძილი. ხო? შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ აი ამ დიდ მანძილში ჩავარდება ეს ჩვენი random რიცხვი, უფრო დიდია. შესაბამისად, n-ჯერ რო შემთხვევითობით ამოვიღებთ ამ რიცხვებს და ვიტყვით, რომ მოდი ჩავსვათ შესაბამისი მონაცემი აქეთ ახალ table-შიო, ალბათობა იმისა, რომ ეს 0.59-იანი ხშირად აღმოჩნდება აქ, დიდია. და 0.59-იანი იყო რომელი? 0.59-ის მონაცემები იყო yes 167. yes. რამდენჯერ მოხდა ეს? 167, 167, 167, 167. ესე იგი, ამ ახალ 8 მონაცემიან table-ში 167 მოხდა 4-ჯერ. და შესაბამისად ხვდებით ხო, თუ კი ერთი მონაცემი 4-ჯერ მოხდა, ახლა როცა შევეცდებით ისევ ახლიდან გავარკვიოთ, ოკეი, ახალ decision tree-ში, როგორ უნდა გავყოთ მონაცემები, რომელი feature ავირჩიოთ მონაცემის გასაყოფად, აი ამ კონკრეტულ data points, რომელიც 4-ჯერ მოხდა, დიდი ძალა ექნება მაგ გადაწყვეტილებაში. და შესაბამისად, მის კლასიფიცირებული რახან იყო და ახალ მოდელში ეს მის კლასიფიცირებული ბევრჯერ მოხდა, უფრო მეტი ყურადღება ექცევა. ამას მივხვდით? აბა ბანდო. ოკეი, ძალიან კარგი. და აქ ისევ sample weight-ებს ვწერთ, რომ 1/8-ია. ვათანაბრებთ უფრო სწორად. ანუ 10 თალი მონაცემი რო ყოფილიყო 1/10 იქნებოდა ყველა sample weight-ი. და ასე იგივენაირად მეორდება რამდენი ღეროც გვინდა რომ ADA boost-ში გქონდეს.
ოკეი. ერთი დიდი არქიტექტურაც მინდა ისე დაგანახოთ. მე მგონი. ხო, ანუ საბოლოოდ, მოკლედ, გვაქვს ბევრი ხე, ბევრი ღერო, მარტივი ხე და ამ ღეროებს აქვთ თითოეულს amount of say საბოლოო გადაწყვეტილებაში და მაგის მიხედვით ჯამდება საბოლოო პასუხი ამ რამდენიმე ღეროსგან. დაახლოებით ოდნავ იგივე ლოგიკა შეგვიძლია ოდნავ დავუკავშიროთ უკვე begging-ში რაც ხდებოდა. აი, სხვა ცნობილი boosting მოდელები რომელი გვაქვს? გვაქვს gradient boosting-ი. ეს არის ყველაზე თავდაპირველი თორსები boosting-ის მეთოდი იყო და არ გავიგli ხო ყველა როგორი თulis და ამათ მათემატიკებს არ ჩავწდები. თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია ჩაგიგდოთ ამის ლინკები, მაგრამ gradient boosting-ი ყურადღებას აქცევს error-ებს. ანუ რამდენი error-ი დაუშვა prediction-ისას და მაგაზეა ფოკუსირება უფრო. თუმცა დიდ მონაცემებზე ნელია. ასევე გვაქვს XGBoost-ი. XGBoost-ი გამომიყენებია მე მაგალითად ყველაზე ხშირად. ეს არის ძალიან ცნობილი მონაცემთა მეცნიერების კონკურსებში, ხშირად იყენებენ, იმიტომ რომ საკმაოდ სწრაფია და გაუმჯობესებული gradient boosting-ია. შეუძლია პარალელურად აკეთოს გამოთვლები და missing მონაცემების შევსებას შეუძლია ავტომატურად და თვითონ აკეთებს overfitting-ის პრევენციას თურმე. რაც ხო, მოკლედ საკმაოდ ძლიერ მოდელად ხდის ეს. და რა ვიცი, ზოგადად როცა პირველად ვცდილობ მონაცემებს, თავიდან XGBoost-ზე ვცდილობ ხოლმე, რომ ყოველთვის XGBoost-ს ვადარებ, იმიტომ რომ შედარებით უფრო ძლიერი მოდელია. და gradient boosting-ი. გვაქვს ასევე light GBM-ი, ეს უფრო მსუბუქი და შედარებით სწრაფი ვერსიაა მაგალითად. აქვს განსხვავებული ხეების ზრდის მეთოდი, დიდ მონაცემებზე ეფექტური. მართლა ძალიან ეფექტურია, გამომიყენებია მაგალითად რეკომენდაციების სისტემებში light GBM-ი. დაინტერესოა მაგის შესახებ წაკითხვაც. და XGBoost-ზე ნაკლად მეხსიერებას იყენებს. თუმცა მცირე მონაცემებზე აქვს overfitting-ის პრობლემა. CatBoost-ი აკეთებს იმას, რომ კატეგორიული მონაცემები თუ გაქვთ, თვითონ უკეთებს ასე ვთქვათ encoding-ს და მაგის პრობლემა და თქვენით მოგვარება არ მოგიწევთ. კატეგორიული მონაცემები მაგალითად female და male რო ეწერა gender-ში, თვითონ მოაგვარებდა მაგას და არც დაგჭირდებოდათ ნოლებად და ერთებად გადაქცევა. შევადაროთ begging-ი და boosting-ი და ასევე stacking-ი ერთმანეთს. რომ ოდნავ უფრო ისე შორიდან შევხედოთ რა რას აკეთებს ახლა. begging-ი არის დამოუკიდებელი მოდელებია, დამოუკიდებელი individual learner-ები და სწავლობენ ერთმანეთის პარალელურად. და ცდილობს variance შეამციროს. როგორც ნახეთ, variance ხო ის არის, რომ განსხვავებულ მონაცემებზე სხვადასხვანაირი პასუხს იძლევა, ასე ვთქვათ. რაღაც ერთ სემპლზე თუ ძალიან დავატრეინინგებთ, სხვა სემპლზე ისეთივე კარგ შედეგს მაგალითად არ მოგცემს. და რახან bootstrapping-ს ვიყენებთ და იქ feature-ებსაც გახსოვთ, რომ რენდომულად ირჩევდა და მე რაღაცებს ბლოკავდა და დანარჩენს რენდომულად ირჩევდა იქედან რომელი ყოფილიყო root node-ი, მაგის გამო ეს უფრო ორიენტირებულია, რომ variance შეამციროს მოდელის. boosting-ი კი ცდილობს, რომ წინას შეცდომებიდან ისწავლოს, ხო, რაც ვერ დააკლასიფიცირა. შესაბამისად, ეს ცდილობს, რომ თუ კი შეცდომა დაუშვა, bias-ი შეამციროს, მოკლედ, შეძლებს დაგვარად მოერგოს მონაცემებს. თუმცა შესაძლოა variance ზრდიდეს, რა თქმა უნდა. და stacking-ი არის მეტამოდელი, გავიარეთ, რომ დაახლოებით იგივეა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ begging-ად, რომელსაც კიდე მოდელი ექნება, რომელიც სწავლობს ამ begging-ის მოდელების output-ებზე საბოლოოდ როგორ მოხდეს შედეგი. და ცდილობს, რომ ეს ასე თუ ისე ორივე bias-საც და variance-საც ცდილობს, რომ შეამციროს. გადავიდეთ ახლა კოდის დაწერაზე. boosting-ი არ გაგვიგია. კი ბატონო, boosting-ის ბევრი მაგალითი გითხარით, XGBoost-ი გითხარით, gradient boost-ი, CatBoost-ი. აქაც გამოვიყენებ იგივე მონაცემებს Titanic-ს, გავყოფ ტრეინინგად და ტესტად და აი უბრალოდ შეხედეთ რამდენად იოლია აქაც პირდაპირ library-ს გამოყენება, უთითებთ რამდენი ღერო გვინდა. ასე ვთქვათ, learning rate-ით შეგვიძლია მივუთითოთ და ჩვეულებრივად ვატრეინინგებთ და predictions ვაკეთებთ. დავრანოთ წინა ლექციაზე
თურმე რაღაც ბლოკები არ მქონდა გარანული და იმიტომ არ ემუშავა. ხო, და რაღაც accuracy-ს გვაძლევს, რაღაც სიზუსტეს. მაგალითად gradient boosting classifier-თადოთ ახლა, ეს gradient boosting-ი ცდილობს, რომ რა შეცდომაც error-ი დაუშვა, რამდენად შორს იყო რეალური მონაცემებისგან, იმის დამინიმიზირებას, მაგაზე აქვს მთავარი ფოკუსი. ამას 0.80 აქვს. მაგალითად იმაზე უკეთესია და boosting-ზე. ახლა XGBoost-ი. ამას ყველაზე მაღალი accuracy გამოვიდა 0.83. ვიყენებთ რაღაც use label encoder false. learning rate-ი აქაც ესტიმატორები მივუთითეთ. რამდენი ღერო გვინდა, ასე ვთქვათ. light GBM-ი შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ. პარამეტრებს ვუთითებ და ამასაც ამ warning-ებს ვერაფრით ვერ ვაქრობთ. კაი ხანი ვეწვალე. მიუხედავად იმისა, რომ იწერია warning-ები არ გამოჩნდეს თქო, მაგრამ warning-ი იდეაში იმას გვეუბნება, რომ საუკეთესო split-ია და მეტი აღარ იყოფა რა. best gain-ი აქვს და minus infinity-ში გადადისო. მეტი ვეღარ გავყოფო ამ photos-ო. light GBM-ი მაგას აკეთებს, რომ decision tree-ზე ჩადის. ამან მიიღო 0.81 მაგალითად, CAD boost-ი გვაქვს და მაგალითად გენდერი კატეგორიული იყო და ამის გადაკეთება არ დაგჭირდებოდა, მაგრამ მანამდე არის გადაკეთებული. სხვა მოდელებისთვის ეს რა, აქტივი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ მხოლოდ ერთი feature იყო კატეგორიული. მაგრამ მაინც თუ კი ბევრი კატეგორიული სხვადი გაქვთ, საკმაოდ სასიამოვნოა CAD boost-ი, რომ პირდაპირ აღვარებს მაგას და თქვენ არ გიწევთ. და მივიღეთ 0.79. მაგალითად, წითელი, შავი და ლურჯი თუ გვაქვს, CAD boost-ი გააკეთებს მაგას? კი. არ ექნება პრობლემა კატეგორიულ სხვადასხვა პირდაპირ. ან თქვენ რო დაწეროთ მაგალითად get dummies ვიყენებთ ხოლმე მგონი. get dummy არა, dummify. კი, get dummies ყოფილა? ხო, ამას როცა ვაკეთებთ და რეალურად გადაგვიკეთებს ანუ dummy variable-ებად და აქცევს 0.1-2-რად მაგალითად. არა, 0.1-2-რად არა. გვექნება ორი ცალი კოლუმნი, შავი, წითელი და თეთრი იყო, ხო? გვექნება ორი კოლუმნი, შავი და წითელი და, თუ კი შავი და წითელი 0-ია, შესაბამისად თეთრია ერთი და მაგ მესამე კოლუმს აღარ უთითება ხოლმე. და ამას ავტომატურად აკეთებ თვითონ. ოკეი, ეს იყო კოდი boosting-ზე. მგონი თვითონ hyperparameter tuning-ზე კოდი არ მაქვს. და მოდით ახლა დავარეგულიროთ hyperparametrები. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით hyperparametrების დაყენება შეგვიძლია. იტერაციები შეგვიძლია, learning rate-ი, depth-ი შეგვიძლია ამ შემთხვევაში აქ CAD boost-ზე მაგალითად მითითებული მაქვს. მოკლედ, ბევრი hyperparametrია. ბევრი hyperparametrია, რისი მითითება შეგვიძლია. მაგრამ ხელით რო არ გავწეროთ და ჩემით ვცადო, კარგი. learning rate 0.1 ასე იმუშავა 2-მა, 2-მა უკეთ იმუშავა 3-მა. ესე ხელით რო არ გავაკეთოთ, ალბათ უკვე წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად for cycles გავაკეთებდი და ხან იმას ჩავსავდი და ხან ამას და მოკლედ list-ში მექნებოდა ეს ციფრები და list-ებით for cycle-ებით გავაკეთებდი. და ეგრე რო არ იწვალოდა for cycle-ების გიგანტური ბლოკი არ გამოვიდეთ კოდში, მაგისტრის იყენებენ hyperparameter tuning-ის რაღაც სხვადასხვა library-ებს. მაგალითად grid search cross validation. ეს პოულობს საუკეთესო პარამეტრებს, hyperparametrებს რაღაც მეტრიკაზე დაყრდნობით. თქვენ მაგალითად თუ კი აპრიორიტიზებთ accuracy-ს, მაგას მიუთითებთ და მაგის მიხედვით ცდილობს იყოს პარამეტრები, რომლებიც ყველაზე კარგ შედეგს გვაძლევს ამ მოდელზე. დავხედოთ ახლა სად ვიყენებთ მაგალითად grid search CV-ს. ეს არის მონაცემების downloading-ება და try grid search. Grid search-ში შემოვიდეს training-ი, x-training-ი და target-ის value-ები. პარამეტრებს ვუთითებ, parameter grid-ი მაგალითად. ესე იგი, მე მაგალითად თუ მინდა გავტესტო 50 ხით რო ვცადო, რა იქნება? 100 ცალი ხე რომ მქონდეს, რა იქნება? ან სიღრმეები რო რაღაც ლიმიტი დავუწესო, რომ max steps იყოს 3, ან იქნებ 5 ვცადო. და მინიმალური sample split, რამდენი sample მჭირდება მინიმალური იმისთვის, რომ გაყოფის უფლება მქონდეს. ვთქვათ 2 ან 5. მე თუ მაინტერესებს ამათი სხვადასხვანაირი კომბინაცია, რამდენი კომბინაცია კეთდება აქედან თქვენი აზრით? ნუ მათემატიკურად რო დამითვალოთ.
რამდენი სხვადასხვა კომბინაცია შეგვიძლია ავიღოთ აქედან და ერთი მოდელი მაგალითად დავატრეინინგოთ 50 ესტიმატორით, 3 დებსით და 2 mean sample split-ით, შემდეგი 50 დებსით, 50 ესტიმატორით, 3 დებსით და 5 split-ით და ასე შემდეგ ვცვალოთ რამდენი კომბინაციაა. ოთხი. არა, ორი ვარიანტი გვაქვს, ანუ number of estimatorებში მაგალითად. ესე იგი, ეს რეალურად გამოვა, კაი, რამდენი ცალი ესტიმატორი გვაქვს? შეგვიძლია ვცადოთ 2 ცალი, ხო? კი, სანდრო, 8 გამოვა. 2 ცალი ესტიმატორი შეგვიძლია გქონდეს, 2 ცალი განსხვავებული max depth შეგვიძლია გქონდეს, იმიტომ რომ 3 და 5-ია და 2 ცალი განსხვავებული mean sample split შეგვიძლია გქონდეს. ასე რომ ჯამში იქნება 8 ცალი სხვადასხვა კომბინაცია. არა ვშეს. აქ რომ მაგალითად 5-იც გვეცადა და რაღაც 10-იც გვეცადა, იქნებოდა 2-ჯერ 3-ჯერ 2. მოკლედ, საკმაოდ ბევრი კომბინაციაა გამოსაცვლელი. და ნუ for loop-ების დაწერაც ლამაზი არ არის. ამიტომ ვიყენებთ, ვთქვათ, გვინდა რომ დავატრეინინგოთ ეს მოდელი Random Forest Classifier და გვინდა ვცადოთ ეს სხვადასხვა პარამეტრები ამაზე და ნახოთ რომელი პარამეტრი იმუშავებს უკეთესად. დავწერთ ესეთ რაღაცას, grid search უდრის grid search CV, ვუთითებთ models, ვუთითებთ პარამეტრების grids, cross validations ვაკეთებთ, იმიტომ რომ რაღაცას ხო უნდა შეადაროს. Cross validation ვინმეს არ გახსოვთ? მინუსენ ლაიკი თუ გახსოვთ. Okay. Cross validation იღებდა თქვათ მონაცემები გვაქვს რაღაც 10 ცალი. კაი, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც მონაცემები გვაქვს, ტრეინინგ მონაცემები. Cross validation და ყველაზე ცნობილი k-fold cross validation. თქვათ k იყოს 5 სტოლი, რას აკეთებს? ამ მონაცემებს ყოფს 5 ცალ ნაწილად, 1, 2, 3, 4, 5. 5 ცალი fold-ი გვაქვს. 5 ცალ fold-ად არის მონაცემები დაყოფილი. მოდელს ატრეინინგებს 4 ცალ fold-ზე და ტესტავს მერე რა accuracy ექნება იმ 1 ცალ fold-ზე. მერე იღებს მეორე fold-ს, დანარჩენებზე ატრეინებს სხვა მოდელს, ახალ მოდელს და ტესტავს იმ მეორე fold-ზე და ასე შემდეგ 5-ვეზე. და შესაბამისად გვაძლევა საშუალება, რომ insight-ები, რაღაც ინფორმაცია, accuracy დავთვალოთ იმის გარეშე, რომ ანუ ტესტის გამოყენების გარეშე, ტესტ dataset-ის გამოყენების გარეშე. და ეს გვაძლევს ასევე საშუალებას გავიგოთ, ოკეი, ამ hyperparametrმა უკეთესი accuracy მომცა. იმიტომ რომ cross validation ესე დამითვალა, ასე ვთქვათ. კიდე რამე შეკითხვა ხომ არ არის? როგორც თქვი, scoring-ი უნდა მივუთითოთ, რის მიხედვით ცდილობს, რომ იპოვოს ყველაზე კარგი პარამეტრი, აქ ვუთითებთ მაგალითად სიზუსტე accuracy-ს. და ნუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. და ამას რო გავუშვებთ, grid search რო გავუშვებთ, ეს grid search-ი აიღებს და ყველა კომბინაციას ცდის თქვენთვის. ყველა კომბინაციას ცდის, რეზულტატს ასევე შედეგებს დაასეივებს. მაგრამ ასევე დაგიბრუნებთ ყველაზე კარგი hyperparametrები რა იყო ამ მოდელისთვისო. რომ ყველაზე მაღალი accuracy მოეცა. მოდი შევავტესტოთ ეს და მე რეაგირდით მეორეს. ხო, და სხვათა შორის grid search-ი საკმაოდ მძიმეა, როცა ბევრი მონაცემები გაქვთ. ასე რომ ზოგჯერ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ grid search-ი არც ისე სასიამოვნოა, იმიტომ რომ დიდ დროს ანდომებს. დავხედოთ ახლა შედეგებს და მე გეტყვით მაგას რით იწყვეტან ხოლმე რითი შველიან. რა გაკეთა grid search-ი? ხო, grid search-ის რეზულტატები გვაქვს აქ. სცადა ყველა კომბინაცია, ასევე გააკეთა k-fold cross validation. Grid search results-ებში მოხდა, რომ საუკეთესო სიზუსტე რაც ვიპოვეთ იყო ეს 83.85% და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენ დავაყენეთ max depth-ი 5-ზეო, minimალური sample split-ი 2 იყო და number of estimators 50. ანუ პირდაპირ მოხდათ, რომელი მონაცემები მოხდათ ყველაზე კარგი accuracy-ს. იმიტომ რომ ყველა გატესტა თავისით. ეხლა როდესაც ძალიან ბევრი
დიდი მონაცემები გვაქვს და ბევრი პარამეტრი გვინდა გავტესტოთ, ანუ სხვა დავაყენოთ. აი თქვა აქ რაღაც 4 თალია, 4 პარამეტრი, ახაც 4 უკვე საკმაოდ დიდი რიცხვია, რომ ამდენჯერ დავატრეინინგოთ მოდელი და ამდენჯერ გავტესტოთ. და random search-ი, randomized search cross validation, იდეაში დაახლოებით იგივეს აკეთებს, რასაც grid search-ი, უბრალოდ რენდომულად ირჩევს რომელი რების ცადოს, ანუ მაგალითად შესაძლოა 100, 5, 2 არასდროს არ დაგვიჩნდეს ეს კომბინაცია. მაგრამ სხვა კომბინაციები დაგვიჩნდეს. ეს საუკეთესო ვარიანტი არ არის, რა თქმა უნდა. ჯობია რომ grid search-ი გააკეთოთ და უკეთეს შედეგს დაგიდებთ, იმიტომ რომ ყველა კომბინაციას ცდის, ანუ brute force solution-ია პირდაპირ. ეს არის თუკი ზედმეტად დიდი მონაცემები გაქვთ და რამდენჯერ ზოგჯერ შეიძლება ეგ მოხდეს. ზოგჯერ არა და ძალიან ხშირად. ოკეი. Hyperparameter tuning-ზე თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა. ოდნავ უფრო განვითარებული ვარიანტებიც არის hyperparameter tuning-ის, რომ უფრო ჭკვიანურად რაღაც მოდელი არსებობს, რომელიც უფრო ჭკვიანურად ხდება, რომელი პარამეტრი ჯობია შემდეგი სცადოს, მაგრამ აქ არ მაქვს ეს სახსნელი. შემიძლია ლინკი ჩაგიგდოთ. ეგეც gradient descent. ხო, თუ არ ვცდები, შესაძლოა მაგას იყენებს, ახლა მეც არ წამიკითხავს მაგის შესახებ კარგად. უკან რა მათემატიკა აქვს, მაგრამ კი არსებობს რაღაც სხვანაირი search-ებიც hyperparameter tuning-ისთვის. ამას ვიპოვი და ჩაგიგდებ Discord-ში, საინტერესო იქნება. ოკეი, რაიმე სხვა შეკითხვა ხომ არ არის? და ძალიან კარგი შემჩნევა, გიგი, მადლობა. კარგით. თუკი სხვა შეკითხვა არ არის, გადავიდეთ ახლა საინტერესო ნაწილზე. იმედი მაქვს დანარჩენი საინტერესო იყო, მაგრამ ეს განსაკუთრებით სახალისოა. მაინტერესებს ვინ მოახერხეთ ლაიკებით მომითხრათ, რომ 1DB-ზე Classroom-ზე რაც აგიტვირთეთ ის ლინკი, მან დრო გადასულიყავით და აკაუნთი შეგექმნათ. ისმენ? ოკეი. არის ვინმე ვინც ვერ მოახერხა? ოკეი. დიდი ხანი არ სჭირდება, რაიმე შეკითხვა თუ გექნებათ, შეგიძლიათ მითხრათ იქ რაღაც სკოლის მითითებაა საჭირო. სკოლის მითითებაა საჭირო institutions ითხოვს, მაგრამ ხო, კომაროვში ან ვეკვაში თუ სწავლობთ, შეგიძლიათ კომაროვი დაწეროთ ან ვეკვა დაწეროთ და პრობლემა არ იქნება. კარგი, ვინც შექმენით და მაინტერესებს შეგიძლიათ თუ არა, რომ ახლა კოლაბიც გქონდეთ გახსნილი და თქვენით სცადოთ ამის დარანვა. გადავდივართ experiment tracking-ზე. ახლა როგორც ნახეთ, ჯერ აგიღნით თეორიულად და როგორც ნახეთ, ვცადეთ ბევრი hyperparametri, ხო? და კი სასიამოვნოა, რომ თვითონ grid search-მა დაგვიბრუნა ის პარამეტრები, hyperparametrები, რომლებიც საუკეთესო accuracy-ს გვაძლევდა. მაგრამ ხო, გაგვიხარდებოდა, რომ ეს მონაცემები ასევე სადმე შევინახოთ და შემდეგისთვის გავითვალისწინოთ, სხვებს ვაჩვენოთ, რომ ოკეი, ეს პარამეტრები როცა დავსვი, ესეთი შედეგი იყო და ასე შემდეგ. ან ეს პარამეტრები როცა დავსვი, ესეთი მოდელი დატრეინინგდა და აგერ არის ამ მოდელის წონები. მაგის შენახვა ხო შეიძლება გინდოდეთ მოდელი რომ შეინახოთ. და მოდელის შენახვა ნუ ნიშნავს, რომ მოდელის წონებს ინახავთ, იმისთვის რომ მე საომალოდ ეს წონები ჩამოტვირთოთ და გამოიყენოთ. დასაფრედიქტებულად მაგალითად. ხო და ამისთვის ნუ სხვადასხვა ვარიანტები, მარტივი ვარიანტები შეგიძლიათ, რომ თქვათ უბრალოდ დაასეივოთ რაღაც pickle file-ში. მე მგონია ეს თუ მქონდეთ გაიგილი, ფაილებში დაასეივება. pickle file-ში დაასეივებთ და მე დაალოუდებთ ამ weight-ებს და ჩვეულებრივად მოდელი იმუშავებს თითქოს როგორც ახალი დატრეინინგებული მოდელი იმუშავებდა. მაგრამ იმისთვის რომ ეს კარგად დავინახოთ და ვიზუალიზაცია გავუკეთოთ და მოკლედ სასიამოვნო შედეგი გქონდეს, ეს აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ესეთი თული 1DB. რაც ნიშნავს DB-ს ვეძახი, იმიტომ რომ კარგად შეგარს, მაგრამ რეალურად ნიშნავს weight and bias. ამის შემოკლება.
კი. Weight and bias ნიშნავს თუ კი გაქვთ თქვენ ახლა გახსნილი კოლაბი, შეგიძლიათ დარანოთ მარტო experiment tracking-ის ნაწილი. Experiment tracking-ის ბლოკი. 1DB-ში ლოგინი უნდა გააკეთოთ. თუ კი პირველად შედიხართ, მე მაგალითად მიწევს რომ გადავიდე ახლა. ავტორიზაცია გავაკეთო, გადავდივარ თვითონ ლინკზე. ლინკი მაძლევს ჩემს API-ს. ეხლა თქვენთან კი არ ჩანს, მაგრამ ხო ნახეთ რომელ ლინკზე დავაწყაპუნე. 1DB authorize დავაწყაპუნე. წერტილი AI/authorize-ზე გადავედი. იქ რო გადავედი, პირდაპირ ლოგინი გავაკეთე. მომცა API, API key-ია რომცა. ჩემი რაღაც secret key მომცა მაგალითად, რომელიც მხოლოდ ჩემია და მხოლოდ ჩემს 1DB-ზეა მიბმული. ჩავწერ აქ, enter-ს დავაჭერ და ახლა დალოგინებული ვარ როგორც ქეთის online-ზე. აქამდე ვინმე ვერ მოხვედით? ან ხარ გინდათ რომ გავჩერდეთ ცოტა ხნით და ვინმეს რამეში დახმარება თუ გინდათ. ოკეი, რამდენი ცდილობთ რომ ახლა კოდზე გამომყვეთ და თქვენც დარანოთ. Like it and dislike it. ჯერ ინსტალი უნდა ვუქნათ კოლაბში და მერე ლოგინი. კი. აქ install 1DB. ესეც უნდა დარანოთ. Experiment tracking-ის ბლოკშია. 1DB და joblib, ეს არის მოდელების დასასრულებლად. თქვენი კოლაბი გავხსნათ თუ ცალკე შევქმნათ? კოპია რო შექმნათ ჯობია. წესით ჩემსაზე ვერც იმუშავებთ. ოკეი, ანუ მომყოფით რამდენიმე. კაი, ერთად განვახსოვთ მაშინ. იგივე დატას ვაიმპორტებ, რაღაცებს ვუკეთებ აქ, train test-ს ვაკეთებ. და აქ ვუთითებ სხვადასხვა setting-ებს, რომელიც მინდა ვცადო, მაგალითად, number of estimators 10 იყოს, depth-ი 2, split-ი 10, random state-ი 20. და რაღაც setting-ები დავაყენე, რომლებიც მინდა გავტესტო, ან რაღაც მოდელზე, რომელსაც დავატრეინინგებ. რომელსაც ტრეინინგებს რა ვგეცხრათ, ან მახსოვს. კაი, ჩვეულებრივად წავყავთ. გვაქვს ესე იგი training data, testing data. Settings to try apps-ზე გვაქვს for loop-ი, ანუ სხვადასხვა setting-ებს ვცდით. და ვეძახით run name. Run name-ში ვაქმნავთ experiments იმ სახელს რა მონაცემებიც გვაქვს. იმიტომ რომ ნუ სასიამოვნოა რომ თან რო დაინახოთ, რომ ეს run-ი, ეს ექსპერიმენტი მოიცავს ამდენცალ ხეს, ანუ number of estimators, ასეთი depth-ი იქნება. ესეც შეგვიძლია დავწეროთ იდეაში სათაურში და random state-იც შეგვიძლია მივუთითოთ სათაურში. აქ. მაგრამ ნუ მარტო ეს ორი მიწერია. სიმარტივისთვის, იმიტომ რომ ძალიან გრძელი იქნება თამაში. ვქნი 1DB-s projects. Weight and bias უწოდოთ ჯობია. Weight and bias projects. ვარქვევთ Titanic lecture 14. ეს იქნება, ანუ თვითონ პროექტის სახელი. რომელშიც დასეირდება. ექნება ეს სახელი run name-ი ამ კონკრეტულ runs, ამ კონკრეტული setting-ებით. Config-ში ვუთითებ setting-ებს, რომელიც ავირჩიე და ეს run ვუთითებ იქნება თქო. და random forest classifiers ვატრეინინგებ. ამ მონაცემებით. Random forest classifier ტრეინინგდება და weight and bias ვეუბნები, რომ რაღაცა ცები დამოლოგინოს, მაგალითად test accuracy, train accuracy, სხვაობა სიზუსტეებს შორის, ტესტსა და ტრეინინგ შორის. და ასევე მინდა რომ დამისეივა მოდელის ვეუბნები და როგორც არტეფაქტად მისეივებს weights and biases, ანუ წონებს და bias. რეალურად მოდელის, რაც მჭირდება იმისთვის, რომ ანუ გამოვიყენო ეს მოდელი, დავალოუდო ეს მოდელი და ჩვეულებრივ გამოვიყენო. ან მე მაგალითად დავატრეინინგე მოდელი, შევინახე იქ და სხვა შეუძლია ჩემი მოდელი აიღოს, დაალოუდინგოს და ისე გამოიყენოს როგორც უნდა. კარგი, მოდი ვცადოთ აბა ერთი. ეს ფუნქცია არის როგორ დავალოუდინგოთ მოდელი weight and bias-იდან, სახელს ვუთითებთ run-ის სახელს. მაგრამ ამ შემთხვევაში run-ის სახელს არ ვუთითებ და ვეუბნები უბრალოდ ბოლო რაც დაატრეინინგე თქო.
ექსპერიმენტ 1-ში თქო მაგალითად, იმიტომ რომ ექსპერიმენტს მაგალითად სახელი უწოდეთ უგახსოვთ. ექსპერიმენტ dash 1 იყო. როდესაც for loop-ში მქონა. და ამით ვალოადინგებ. მოდი დავრავოთ და ეს უფრო მარტივად მივხვდებით. ესე იგი დაიწყო ამას სადა სხვადასხვა კონფიგურაციები მაგალითად. ნახა 1 accuracy difference დათვალა, test accuracy დათვალა, experiment 2-ის შედეგები მითხრა რა სცადა, აქაც რა სიზუსტეები ქონდა და ასე შემდეგ. და მეუბნება კიდევაც სად შემიძლია წახლა იმისთვის რომ შევამოწმო ეს ყველაფერი ვიზუალურად. გადმოვედი აქეთ ლინკზე რომელიც მომცა და ვხედავ რომ ეს ყველაფერი რაც დავატრეინე. experiment 1, 2, 3 ვხედავ ვიზუალურად რამდენად კარგად იმუშავა მოდელმა მაგალითად ჩემი რაღაც მეტრიკებით, ამ შემთხვევაში accuracy. ეს არის სამარის მიკეთებს იდეაში ეს dashboard-ი, რაც ძალიან სასიამოვნოა. შეგვიძლია სათითაოდ ექსპერიმენტშიც გადავიდეთ. ექსპერიმენტში შეგვიძლია ვნახოთ მაგალითად რა სიზუსტე ქონდა, ზუსტად იგივე მონაცემები. და არტეფაქტებში რო გადავიდეთ, აქ ვნახავთ რომ რაღაც მოდელებით გვიწერია. model experiment 3, model experiment 2, model experiment 1. და ყველა მოდელი შეგვიძლია აქედან მოკლედ გადმოვიწეროთ კიდევაც, თუ კი გვინდა რომ model experiment 1 გადმოვიწეროთ და გამოვიყენოთ predictionისთვის. ჩავსკროლავთ აქ. ეს იყო ჩემი სამაგალითო test point-ი, ვთქვათ. გადმოვიწერ ახლა models make prediction with saved model. ეს არის ფუნქცია, რომელიც მე შევქმნი მაღლა. მაგრამ დავხედოთ, ესე იგი ვუთითებ ჩემს usernames, ვუთითებ ჩემს weight and bias პროექტის სახელს, Titanic lecture 14 რო დავარქვი და ვუთითებ რომელი მოდელი მინდა, model experiment და ყველაზე ბოლო რაც იყო თქო latest. მე რო კიდე მეტი დავატრეინინგო იგივე სახით model experiment 1. და machine latest იქნება ის რომელიც ბოლო დავატრეინინგე. ეს არის tag-ი. და გადავიდეთ ახლა make prediction with saved model ფუნქციაზე და დავხედოთ რა საკეთებს. make prediction with saved model. ესე იგი გადმოვიდივართ აქ. მოდელი უდრის load model from weight and bias. ვუთითებთ run test და არტეფაქტის სახელს. მაგალითად ჩემ შემთხვევაში ეს არის ჩემი username და Titanic lecture 14 უნდა იყოს. 14. ეს გამოვიყენე. ეს ახლა კომენტარია, მაგრამ შეგვიძლია ой, ვაიმე. გადაიცა დავარქვა. მადლობა. პანდემი ხანი. ასხსნილი მაშინ. კარგი. აქ გადმოვალ. ერთი სამაგალითო passenger მივუთითე. და make prediction with saved model ფუნქცია გამოვიყენე. მივუთითე path-ი, რომელიც არის ჩემი username-ი და პროექტის სახელი. და ეს არის უკვე თვითონ ექსპერიმენტი, მოდელი, რომელიც მინდა რომ დავაიმპორტო. Tag-ი latest მივუთითე, ანუ ყველაზე ბოლო რაც დასეივდა ამ ექსპერიმენტ 1-ში. და ეს არის მოკლედ ფუნქცია, რომელიც მაგას აკეთებს. Load model from weight and bias. თვითონ აკეთებს ამას. და ესე გამოდის მოკლედ. აბა რაიმე შეკითხვა თუ გვაქვს გატესტეთ თუ არა. ვინ გატესტეთ აბა? გაქვთ თუ არა რაღაც შედეგები, ვიზუალიზაციები? და მოდით ბარემ ამაზე დავამთავრებ. უკვე ხო, ამაზე დავამთავრებ ლექციას, recordings. ესე იგი დღეს გავიარეთ hyperparameter tuning-ი, ექსპერიმენტები, ისევე როგორც bagging-ი, boosting-ი და stacking-ი, ensemble მეთოდები. Okay. Recording. How to show? Okay, better.